ეხლა ამ წამში, სანამ ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენი სხეული კარგავს დაახლოებით 90 მილიონ უჯრედს. ისინი კვდებიან, იშლებიან და ქრებიან. მაგრამ თქვენ ამას არ გრძნობთ, რადგან ამავე დროს იმავე რაოდენობის ახალი უჯრედი იბადება. ეს არის სიცოცხლის ციკლი: დაბადება, ზრდა, სიკვდილი. ეხლა წარმოიდგინეთ რაღაც, რაც ამ წესს არ ემორჩილება. რაღაც, რაც მხოლოდ იზრდება, მხოლოდ შთანთქავს, მხოლოდ ძლიერდება. რაღაც, რაც არასოდეს კვდება. ასეთი ობიექტი არსებობს, მას შავ ხვრელს უწოდებენ. მაგრამ 2017 წელს ერთმა ახალგაზრდამ ფიზიკოსმა კემბრიჯის უნივერსიტეტში აღმოაჩინა რაღაც შოკის მომგვრელი. შავი ხვრელები კვდებიან. ბიკვდებიან. ისინი ნელა, წუთი სოფლად ნელა, მაგრამ აუცილებლად ქრებიან. და ეს აღმოჩენა ყველაფერს ცვლის. სტივენ ჰოკინგი იყო 30 წლის, როცა მან გააკეთა ის გამოთვლები, რომლებმაც ფიზიკის სამყარო შეძრა. იმ დროს მეცნიერები თვლიდნენ, რომ შავი ხვრელი არის სრულყოფილი ხაფანგი. შედის ყველაფერი, გამოდის არაფერი. არასოდეს. მაგრამ ჰოკინგმა დაიწყო კვანტური მექანიკის კანონების გამოყენება იქ, სადაც არავინ გამოიყენებდა. შავი ხვრელის ზღვარზე, ჰორიზონტ მოვლენებზე. და აღმოაჩინა პარადოქსი. კვანტური ფიზიკის თანახმად ვაკუუმი არასოდეს არის ნამდვილად სარიელი. მასში მუდმივად იბადება და ქრება ვირტუალური ნაწილაკების წყვილები, ნაწილაკი და ანტინაწილაკი. ისინი წარმოიქმნებიან არარაობიდან, არსებობენ მილიარდად წამის ნაწილს და ისევ ქრებიან, ანიჰილირდებიან ერთმანეთთან. ეს ხდება ყველგან, ყოველ წამს, თქვენს გარშემოც კი. მაგრამ რა ხდება, როცა ეს პროცესი მიმდინარეობს შავი ხვრელის ჰორიზონტზე? წარმოიდგინეთ ორი ნაწილაკი, რომლებიც იბადებიან ზუსტად ჰორიზონტის ზღვარზე. ერთი მათგანი ჩნდება ოდნავ შიგნით, მეორე ოდნავ გარეთ. ჩვევგარეთ, ჩვეულებრივ ისინი დაუყოვნებლივ შეხდებოდნენ და გაქრებოდნენ, მაგრამ აქ ეს შეუძლებელია. ნაწილაკი, რომელიც აღმოჩნდა ჰორიზონტის შიგნით, ვეღარასოდეს გამოვა. იგი ჩავარდება შავ ხვრელში. ხოლო მისი წყვილი, რომელიც დარჩა გარეთ, უცებ აღმოჩნდება მარტო. მას აღარ აქვს ვისთან ანიჰილაცია და ეს ნაწილაკი ხდება რეალური. იგი გაფრინდება კოსმოსში, წაიღებს ენერგიას, მაგრამ ენერგია არ იქმნება არარაობიდან, ეს ფიზიკის ფუნდამენტური კანონია. საიდან მოდის ეს ენერგია? პასუხი შოკის მომგვრელია. შავი ხვრელის მასიდან. ჰოკინგმა გამოთვალა, რომ შავი ხვრელი ასხივებს. ნელა, წუთი სოფლად ნელა, მაგრამ აუცილებლად. ყოველი გაფრენილი ნაწილაკი ამცირებს მის მასას. და ეს ნიშნავს, რომ შავი ხვრელი არ არის მარადიული. მას აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობა. მას აქვს დასასრული. ეს იყო ისეთი რევოლუციური იდეა, რომ თავად ჰოკინგი ორჯერ შეამოწმა გამოთვლებს, რადგან არ სჯეროდა შედეგი. 2017 წელს, როცა მან გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი ჟურნალ Nature-ში, ფიზიკის საზოგადოება გაიგო. ზოგიერთი თვლიდა, რომ ეს შეცდომაა. სხვები ამბობდნენ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა თეორიულ ფიზიკაში ბოლო 50 წლის განმავლობაში. მაგრამ რამდენად ნელა კვდება შავი ხვრელი? აქ რიცხვები ისეთი უზარმაზარია, რომ ადამიანის გონება ძლივს იცნობს მათ. წარმოიდგინეთ შავი ხვრელი, რომლის მასა ტოლია მზის მასისა. ასეთი შავი ხვრელი ასხივებს ენერგიას ისეთი ინტენსივობით, რომ მისი ტემპერატურა არის 1 მილიონედი გრადუსი აბსოლუტური ნულის ზემოთ. ეს ცივია, ძალიან ცივი. ცივი ვიდრე კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივება, რომელიც ავსებს სამყაროს. ეს ნიშნავს, რომ ასეთი შავი ხვრელი ამჟამად არა კარგავს ენერგიას, არამედ იღებს მას. იგი აბსორბირებს უფრო მეტ გამოსხივებას, ვიდრე ასხივებს. მაგრამ სამყარო ფართოვდება და ცივდება. და ერთხელ, მილიარდობით წლის შემდეგ, კოსმოსური ფონური გამოსხივება გახდება ისეთი სუსტი და ცივი, რომ შავი ხვრელი დაიწყებს ენერგიის დაკარგვას. და აქ იწყება რაღაც საოცარი. რაც უფრო მცირდება შავი ხვრელის მასა, მით უფრო მაღალი ხდება მისი ტემპერატურა. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო ინტენსიურად ასხივებს იგი. ეს არის დადებითი უკუკავშირი, პროცესი, რომელიც თავის თავს აჩქარებს. შავი ხვრელი, რომლის მასა ტოლია მზის მასისა, სრულად აორთქლდება დაახლოებით 10 ხელმწიფე 60 წელში. ეს არის ერთიანი, შემდეგ 60 ნული. ეს არის დრო, რომელიც მილიონობით 10-ჯერ მეტჯერ აღემატება სამყაროს ამჟამინდელ ასაკს. მაგრამ ეს არ არის უსასრულობა. ეს არის რიცხვი. და ყოველი რიცხვი მთავრდება. ეხლა წარმოიდგინეთ არა ერთი შავი ხვრელი, არამედ ყველა. ყოველი შავი ხვრელი, რომელიც ოდესმე არსებობდა ან არსებობს სამყაროში. ზოგიერთი მათგანი წარმოიქმნა ვარსკვლავების კოლაფსისგან, როცა მასიური ვარსკვლავი ამოწურავს თავის საძრავს და იმპლოზირდება საკუთარი გრავიტაციის ქვეშ.
სხვები არის სუპერმასიური შავი ხვრელები galaktikების ცენტრებში, რომელთა მასა მილიონობით ან მილიარდობით ჯერ აღემატება მზის მასას. ჩვენი galaktikis ცენტრშიც არის ასეთი. მას სტრელაა ეწოდება და მისი მასა დაახლოებით 4 მილიონი ჯერ აღემატება მზის მასას. ყველა ეს ობიექტი, რომელიც ჩანს მარადიულად, რომელიც ჩანს დაუმარცხებლად, ნელა კვდება. მაგრამ სანამ ისინი მთლიანად გაქრებიან, სამყარო გაივლის უზარმაზარ ტრანსფორმაციას. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დროის დაჩქარება. წარმოიდგინეთ, რომ ყოველი მილიარდი წელი გადის ერთ წამში. თქვენ ხედავთ, როგორ ბრუნავენ galaktikები, როგორ იბადებიან და კვდებიან ვარსკვლავები, როგორ ერწყმიან შავი ხვრელები ერთმანეთს. მაგრამ აჩქარეთ კიდევ უფრო. ყოველი ტრილიონი წელი ერთ წამში. ერთ წამში. ვარსკვლავები წყვეტენ დაბადებას, galaktikები ბნელდებიან, სამყარო ხდება ცივი და ცარიელი. აჩქარეთ კიდევ. ყოველი კვინტილიონი წელი ერთ წამში. ახლა თქვენ ხედავთ მხოლოდ შავ ხვრელებს, რომლებიც მარტოდ მოძრაობენ გაფართოებულ თითქმის ცარიელ სივრცეში. ისინი არიან ბოლო დარჩენილი სტრუქტურები, ბოლო კუნძულები წესრიგი საენტროპიის ოკეანეში. და შემდეგ ძალიან ნელა ისინიც იწყებენ გაქრობას. პირველები გაქრებიან პატარა შავი ხვრელები, ისინი რომლებიც წარმოიქმნენ პატარა ვარსკვლავებისგან. შემდეგ საშუალო ზომის, შემდეგ გიგანტები. და ბოლოს 10 ხელმწიფე 100 წელში ბოლო სუპერმასიური შავი ხვრელებიც აორთქლდებიან. მათი ბოლო მომენტები იქნება დრამატული. როცა შავი ხვრელი ხდება ძალიან პატარა და ძალიან ცხელი, იგი იწყებს ასხივებას არა მხოლოდ ცალკეულ ნაწილაკებს, არამედ მთელ ენერგიის ნაკადს. ბოლო წამებში მისი ტემპერატურა აღწევს ტრილიონობით გრადუსს და შემდეგ აფეთქება. არა ისეთი როგორიც სუპერნოვა, არამედ კვანტური აფეთქება, რომელიც ათავისუფლებს ყველა იმ ენერგიას, რაც დარჩება. მაგრამ რა რჩება ამ აფეთქების შემდეგ? ეს არის კითხვა, რომელზეც ფიზიკოსები ჯერ კიდევ გამათობენ. ზოგიერთი თვლის, რომ არაფერი, სრული არარაობა. სხვები ამბობენ, რომ რჩება ინფორმაცია დაშიფრული კვანტურ მდგომარეობაში. ეს არის ცნობილი შავი ხვრელის ინფორმაციის პარადოქსი, რომელმაც გამოიწვია 10 წლეულების განმავლობაში დებატები ყველაზე ბრწყინვალე გონებებს შორის. ჰოკინგი თავად რამდენჯერმე შეცვალა თავისი პოზიცია ამ საკითხზე. 2004 წელს, 77 წლის ასაკში მან აღიარა, რომ ინფორმაცია მაინც რჩება. იგი არ იკარგება, არამედ გადაიცემა ჰოკინგის გამოსხივებაში, დაშიფრული ისეთი რთული ფორმით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მისი აღდგენა. ეს ნიშნავს, რომ შავი ხვრელი არ არის ინფორმაციის საბოლოო საფლავი. იგი არის ტრანსფორმატორი. იგი იღებს მატერიას და ენერგიას, ინახავს მას მილიარდობით წლის განმავლობაში და შემდეგ აბრუნებს სამყაროს სხვა ფორმით. ეს პროცესი გავს წვას, მაგრამ უსასრულოდ ნელს. წარმოიდგინეთ ხის ნაჭერი, რომელიც იწვის არა საათების, არამედ გუგოლების განმავლობაში. ალი ნელა ატომ-ატომად გადადის კვამსა და სითბოში. ბოლოს რჩება მხოლოდ ნაცარი, ან შავი ხვრელის შემთხვევაში კვანტური ინფორმაციის ნაშთები, გაფანტული სივრცე დრო. მაგრამ რატო არის ეს მნიშვნელოვანი? რატო უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რაც მოხდება 10 ხელმწიფე 100 წელში, დროში, რომელიც ისეთი შორსაა, რომ ადამიანის გონება ვერ აღიქვამს მას? პასუხი მდგომარეობს იმაში, რაც ეს გვეუბნება რეალობის ბუნების შესახებ. ჰოკინგის აღმოჩენა მაჩვენა, რომ არაფერია მარადიული. არც ვარსკვლავები, არც პლანეტები, არც galaktikები, არც თუნდაც შავი ხვრელები, ობიექტები, რომლებიც ჩანდნენ სიკვდილის განსახიერებად. ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს დასასრული. ეს არის ფუნდამენტური კანონი, რომელიც მოქმედებს ყველა მასშტაბზე, უჯრედებიდან galaktikებამდე. და ეს გვიბიძგებს უფრო ღრმა კითხვისკენ. თუ შავი ხვრელები კვდებიან, რა არის მათი სიცოცხლე? როგორ იბადებიან ისინი? რა ხდება მათ შიგნით და რას ნიშნავს მათი სიკვდილი სამყაროს საბოლოო ბედისთვის? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა დავიწყოთ დასაწყისიდან. არა შავი ხვრელის დასაწყისიდან, არამედ იმ იდეის დასაწყისიდან, რომ ესეთი რამ შეიძლება არსებობდეს. ისტორია იწყება 230 წლით ადრე, 1790 წელს, როცა ინგლისელმა ფილოსოფოსმა და გეოლოგმა ჯონ მიჩელმა დაწერა წერილი ლონდონის სამეფო საზოგადოებისთვის. მიჩელი იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ადამიანი, რომელიც ფიქრობდა სინათლის ბუნებაზე. იმ დროს მეცნიერები უკვე იცოდნენ, რომ სინათლეს აქვს სიჩქარე. დანიელ რომერმა გაზომა იგი 1677 წელს. დააკვირდა იუპიტერის მთვარეების დაბნელებებს. მიჩელმა დაუსვა თავის თავს კითხვა. თუ სინათლე მოძრაობს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მას აქვს მასა? და თუ მას აქვს მასა, შეიძლება თუ არა გრავიტაციამ შეაჩეროს იგი. მიჩელმა გამოთვალა, რომ თუ ვარსკვლავი იქნება საკმარისად მასიური და საკმარისად კომპაქტური, მისი გრავიტაცია იქნება ისეთი ძლიერი, რომ სინათლე ვერ შეძლებს მისგან გაქცევას.
ასეთ ობიექტს მან უწოდა ბნელი ვარსკვლავი. ეს იყო პირველი თეორიული პროგნოზი იმისა, რასაც ჩვენ ახლა შავ ხვრელს უწოდებთ. ოდებთ, მაგრამ მიჩელის იდეა იყო წინასწარი თავისი დროისთვის. მეცნიერებას ჯერ არ ჰქონდა ინსტრუმენტები ასეთი ობიექტების გასაგებად და მისი ნაშრომი დაივიწყა თითქმის 130 წლის განმავლობაში. შემდეგი გარღვევა მოვიდა 1915 წელს, როცა ალბერტ ეინშტეინმა გამოაქვეყნა ზოგადი ფარდობითობის თეორია. ეინშტეინის განტოლებები აღწერდნენ, როგორ ახრობს მასა სივრცე-დროს და როგორ განსაზღვრავს ეს მოხრა გრავიტაციას. მაგრამ თავად ეინშტეინი არ სჯეროდა, რომ მისი განტოლებები შეიძლება გამოეყენებინა შავი ხვრელების არსებობის დასამტკიცებლად. 1929 წელს, როცა ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა აღმოაჩინა, რომ სამყარო ფართოვდება, ეინშტეინმა თქვა, რომ ეს იყო მისი უდიდესი შეცდომა. იგი ფიქრობდა, რომ სამყარო სტატიკური უნდა ყოფილიყო. მაგრამ მისი განტოლებები იყო სწორი, მიუხედავად მისი ინტუიციის. 1930 წელს ინდოელმა ფიზიკოსმა სუბრამანიან ჩანდრასეხარმა, რომელიც იმ დროს იყო მხოლოდ 19 წლის, გააკეთა გამოთვლა გემზე, რომელიც მიემართებოდა ინდოეთიდან ინგლისში. იგი ცდილობდა გაეგო, რა ხდება ვარსკვლავთან, როცა იგი ამოწურავს თავის ბირთვულ საწვავს. ჩანდრასეხარმა აღმოაჩინა, რომ არსებობს ლიმიტი. თუ ვარსკვლავის ბირთვის მასა აღემატება დაახლოებით 1.4 მზის მასისა, არაფერი ვერ შეაჩერებს მის კოლაფსს. არც ელექტრონული დეგენერაციის წნევა, რომელიც ინარჩუნებს თეთრ ჯუჯებს, არც ნეიტრონული დეგენერაციის წნევა, რომელიც ინარჩუნებს ნეიტრონულ არსკონულ ვარსკვლავებს. ვარსკვლავი უბრალოდ ჩავარდება საკუთარ თავში, უსასრულოდ. ეს იდეა იყო ისეთი რადიკალური, რომ ბევრმა ფიზიკოსმა, მათ შორის თავად ეინშტეინმა, უარყო იგი. 1929 წელს, როცა ჩანდრასეხარმა წარადგინა თავისი აღმოჩენა ლონდონის სამეფო საზოგადოებაში, ცნობილმა ასტროფიზიკოსმა არტურ ედინგტონმა, რომელიც იყო ჩანდრასეხარის მენტორი, საჯაროდ გააკრიტიკა იგი. ედინგტონმა თქვა, უნდა არსებობდეს ბუნების კანონი, რომელიც ხელს უშლის ვარსკვლავს ასეთ აბსურდულ ქცევაში. მაგრამ ბუნება არ ითვალისწინებს ჩვენს ინტუიციას. ჩანდრასეხარი იყო მართალი და 1999 წელს მან მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში ამ აღმოჩენისთვის. მაგრამ რა ნამდვილად ხდება, როცა ვარსკვლავი კოლაფსირდება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა გავიგოთ, რა არის ვარსკვლავი და როგორ მუშაობს იგი. ვარსკვლავი არის გიგანტური ბირთვული რეაქტორი, სადაც წყალბადის ატომები შერწყმულან ჰელიუმის ატომებად ათავისუფლებენ უზარმაზარ ენერგიას. ეს ენერგია ქმნის წნევას, რომელიც აწევს ვარსკვლავს გარედან, ებრძვის გრავიტაციას, რომელიც ცდილობს მის შეკუმშვას. ეს არის დელიკატური ბალანსი, გრავიტაცია შიგნით, წნევა გარედან. მაგრამ ეს ბალანსი არ შეიძლება გაგრძელდეს მარადიულად. წარმოიდგინეთ ვარსკვლავი, რომლის მასა 20-ჯერ აღემატება მზის მასას. ასეთი ვარსკვლავი წვავს თავის საწვავს უზარმაზარი სიჩქარით. მზე იარსებებს დაახლოებით 10 მილიარდი წლის განმავლობაში, მაგრამ ასეთი მასიური ვარსკვლავი ამოწურავს თავის წყალბადს მხოლოდ რამდენიმე მილიონ წელში. როცა წყალბადი მთავრდება, ვარსკვლავი იწყებს ჰელიუმის წვას, შემდეგ ნახშირბადის, ჟანგბადის, ნეეს, ნეონის, მაგნიუმის, სილიციუმის. ყოველი ეტაპი გრძელდება უფრო მოკლე დროს. სილიციუმის წვა, რომელიც აწარმოებს რკინას, გრძელდება მხოლოდ დაახლოებით 1 კვირას და შემდეგ ხდება კატასტროფა. რკინა არის ბირთვული შერწყმის ბოლო პროდუქტი. მისი შერწყმა არ ათავისუფლებს ენერგიას, არამედ მოითხოვს მას. როცა ვარსკვლავის ბირთვი გიგადაიქცევა რკინად, ბირთვული რეაქციები წყდება. წნევა, რომელიც აწევდა ვარსკვლავს, უცებ ქრება და გრავიტაცია იგებს. ბირთვი იწყებს კოლაფსს. ეს არ არის ნელი პროცესი, ეს ხდება წამებში. ბირთვი, რომლის ზომა შედარებული იყო დედამიწის ზომასთან, იკუმშება ობიექტად, რომლის დიამეტრი არის მხოლოდ 30 კილომეტრი. ეს არის ნეიტრონული ვარსკვლავი. ობიექტი ისეთი მკვრივი, რომ ჩაის კოვზი მისი მატერიისა იწონიდა მილიარდ ტონას. მაგრამ თუ ვარსკვლავის ბირთვის მასა აღემატება ჩანდრასეხარის ლიმიტს, კოლაფსი არ ჩერდება. არც ნეიტრონული დეგენერაციის წნევა არის საკმარისი. ბირთვი აგრძელებს კუმშვას. და აქ ხდება რაღაც, რაც ეწინააღმდეგება ყველა ინტუიციას. როცა ობიექტი ხდება საკმარისად მკვრივი, მისი გრავიტაცია ხდება ისეთი ძლიერი, რომ იგი ახრობს სივრცე-დროს საკუთარ თავზე. წარმოიქმნება ჰორიზონტი, ზვარი, საიდანაც არაფერი, თუნდაც სინათლე ვერ გაქცევა. ეს არის შავი ხვრელის დაბადება. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ ოკეანის სანაპიროზე და უყურებთ, როგორ ეცემა ქვა წყალში. ქვა ქმნის ტალღებს, რომლებიც ვრცელდებიან ყველა მიმართულებით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ქვა არ ეცემა წყალში, არამედ თავადში, არამედ თავად სივრცე-დროში. და ეს არ არის პატარა ქვა. ეს არის ობიექტი, რომლის მასა 10-ჯერ აღემატება მზის მასას, შეკუმშული წერტილამდე.
როცა ასეთი ობიექტი წარმოიქმნება, იგი არ უბრალოდ ახლობს სივრცე დროს. იგი ქმნის უფსკრულს, საიდანაც არაფერი ვერ გამოვა. ეს არის ის მომენტი, როცა ჰორიზონტი მოვლენებისა იბადება. მაგრამ რა არის ეს ჰორიზონტი? ეს არა ფიზიკური ზედაპირი, არა კედელი, რომელსაც შეგიძლია შეეხო. ეს არის მათემატიკური ზღვარი. წერტილი, სადაც სივრცე დრო იხრება ისე ძლიერად, რომ ყველა გზა, ყველა ტრაექტორია, ყველა შესაძლო მოძრაობა მიემართება მხოლოდ შიგნით. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ მთის ფერდობზე, რომელიც ხდება სულ უფრო და უფრო ციცაბო. თავიდან შეგიძლიათ ადვილად ავიდეთ უკან. შემდეგ ეს ხდება რთული. შემდეგ თითქმის შეუძლებელი. და ბოლოს მიაღწევთ წერტილს, სადაც ფერდობი ხდება ვერტიკალური, შემდეგ უფრო მეტი ვიდრე ვერტიკალური. ეს წერტილი არის ჰორიზონტი. მის მიღმა ზემოთ აღარ არსებობს. არსებობს მხოლოდ ქვემოთ. 1967 წელს ახალზელანდიელმა ფიზიკოსმა როი კერმა გამოთვალა, რა დაინახავდა ადამიანი, რომელიც ჩავარდება შავხრელში. მისი აღმოჩენა იყო შოკის მონგვრელი. ადამიანისთვის, რომელიც კვეთს ჰორიზონტს, არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. არა აფეთქება, არა კედელი, არა უცნაური შეგრძნებები. თუ შავი ხვრელი საკმარისად დიდია, მაგალითად სუპერმასიური შავი ხვრელი galaktikis ცენტრში, მოგზაური თუნდაც არ შეამჩნევს, როცა გადაკვეთს ჰორიზონტს. სივრცე მის გარშემო გამოიყურება ნორმალურად. ვარსკვლავები ჯერ კიდევ ანათებენ, მაგრამ ერთი რამ შეიცვალა უქცევადად. ყველა მისი მომავალი ახლა მიემართება ერთ წერტილს, სინგულარობას, შავი ხვრელის ცენტრს. მაგრამ გარედან დამკვირვებლისთვის, რომელიც რჩება უსაფრთხო მანძილზე, სურათი სრულიად განსხვავებულია. იგი ხედავს, როგორ ნელდება მოგზაური, როცა უახლოვდება ჰორიზონტს. ეს არის დროის დილატაცია, ეფექტი, რომელსაც პროგნოზირებს ეინშტეინის თეორია. რაც უფრო ძლიერია გრავიტაციული ველი, მით უფრო ნელა გადის დრო. ჰორიზონტთან, სადაც გრავიტაცია ხდება უსასრულოდ ძლიერი, დრო თითქმის ჩერდება. დამკვირვებელი ხედავს მოგზაურს, რომელიც გაკინულია ჰორიზონტზე, მისი სახე დამახინჯებული, მისი სინათლე გადაწითლებული. და ეს სურათი რჩება მარადიულად. ან სანამ თავად დამკვირვებელი არ მოკვდება, ან სანამ შავი ხვრელი არ აორთქლდება გუგოლების შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პარადოქსი შავი ხვრელების ფიზიკაში. ორი დამკვირვებელი, ორი განსხვავებული რეალობა. მოგზაურისთვის ჩავარდნა გრძელდება წამებს ან წუთებს. დამკვირვებლისთვის ეს გრძელდება მარადიულად. ორივე მართალია, ორივე ხედავს რეალობას, მაგრამ განსხვავებული პერსპექტივიდან. ეს არის ის, რასაც ფარდობითობა ნიშნავს. არ არსებობს აბსოლუტური დრო, არ არსებობს აბსოლუტური სივრცე. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მოძრაობაზე, თქვენს პოზიციაზე გრავიტაციულ ველში. მაგრამ რა ხდება მოგზაურთან, რომელიც გადაკვეთს ჰორიზონტს? აქ ჩვენ შევდივართ ტერიტორიაზე, სადაც ფიზიკა ხდება სპეკულაციური, რადგან არავინ, ვინც შევიდა შავ ხვრელში, არასოდეს დაბრუნებულა ამბის მოსაკოლად. მაგრამ მათემატიკა გვეუბნება რაღაცას საოცარს. როცა მოგზაური მოძრაობს ჰორიზონტის მიღმა, იგი განიცდის სულ უფრო ძლიერ გრავიტაციულ ძალებს. ეს ძალები არ არის ერთგვაროვანი, მათ აქვს გრადიენტი. თუ მოგზაური ვარდება ფეხებით წინ, მისი ფეხები, რომლებიც უფრო ახლოს არიან სინგულარობასთან, განიცდიან უფრო ძლიერ გრავიტაციას ვიდრე მისი თავი. ეს სხვაობა იწყებს მის გაწელვას. ფიზიკოსები უწოდებენ ამ ეფექტს სპაგეტიფიკაცია, სიტყვა, რომელიც ჟღერს კომიკურად, მაგრამ აღწერს საშინელ რეალობას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სხეული იწყებს გაწელვას, როგორც რეზინის ზოლი. თავიდან ეს არის მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნება. შემდეგ ხდება მტკივნეული, შემდეგ აუტანელი. და ბოლოს თქვენი ატომები, თქვენი მოლეკულები იწყებენ გამოყოფას ერთმანეთისგან. თქვენ ხდებით ნაკადი ნაწილაკებისა, რომელიც ჩამოედინება სინგულარობისკენ. ეს არის ბოლო მომენტები ნებისმიერი ობიექტისა, რომელიც ვარდება შავ ხვრელში. მაგრამ რა არის ეს სინგულარობა, რომელსაც ყველაფერი მიემართება? ეინშტეინის განტოლებების თანახმად ეს არის წერტილი, სადაც სივრცე დროს მოხრა ხდება უსასრულო, სადაც მატერიის სიმკვრივე ხდება უსასრულო, სადაც ყველა ცნობილი ფიზიკის კანონი იშლება. ეს არის არა მხოლოდ ადგილი, სადაც ჩვენი თეორიები ვერ მუშაობენ. ეს არის ადგილი, სადაც თავად სივრცისა და დროის ცნებები კარგავენ მნიშვნელობას. წარმოიდგინეთ, რომ ვცდილობთ აღწეროთ ჩრდილოეთ პოლუსზე. კითხვა კარგავს აზრს, ასევეა სინგულარობაში. კითხვები, რა არის აქ და რა არის ახლა? ხდება უაზრო. ზოგიერთი ფიზიკოსი თვლის, რომ სინგულარობა არ არის რეალური ფიზიკური ობიექტი, არამედ მათემატიკური არტეფაქტი, ნიშანი იმისა, რომ ჩვენი თეორიები არასრულყოფილია. ისინი ამბობენ, რომ როცა ჩვენ შევიმუშავებთ კვანტურ გრავიტაციის თეორიას, რომელიც აერთიანებს კვანტურ მექანიკას და ზოგად ფარდობითობას,
სინგულარობა გაქრება. ჩანაცვლდება რაღაც უფრო რთული, მაგრამ საბოლოოდ გასაგები სტრუქტურით. სხვები თვლიან, რომ სინგულარობა არის რეალური, ადგილი, სადაც სამყარო ნამდვილად მთავრდება, სადაც რეალობა აღწევს თავის ლიმიტს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფრუსტრირებადი ასპექტი შავი ხვრელების შესწავლისა. ყველაზე საინტერესო ნაწილი, ის რაც ხდება ჰორიზონტის მიღმა, არის პრინციპულად მიუწვდომელი ჩვენთვის. ჩვენ ვერასოდეს ვიხილავთ სინგულარობას, ვერასოდეს გავზომავთ მას, ვერასოდეს გავაგზავნით ზონდს, რომელიც დაგვიბრუნებს მონაცემებს. ჰორიზონტი არის ერთმხრივი მემბრანა. ინფორმაცია შეიძლება შევიდეს, მაგრამ არასოდეს გამოვა. ან ასე ფიქრობდნენ მეცნიერები, სანამ ჰოკინგმა არაჩვენა, რომ ეს არ არის სრულიად ზუსტი. ახლა დაუბრუნდეთ იმ პროცესს, რომელიც აქცევს ახალდაბადებულ შავ ხვრელს გიგანტად. როცა შავი ხვრელი წარმოიქმნება ვარსკვლავის კოლაფსისგან, მისი მასა არის დაახლოებით 10-დან 100 მზის მასამდე. დამოკიდებულია თავდაპირველი ვარსკვლავის ზომაზე. მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. შავი ხვრელი იწყებს ზრდას და იგი იზრდება ორი გზით: აკრეცია და შერწყმა. აკრეცია არის პროცესი, როცა შავი ხვრელი შთანთქავს მატერიას თავისი გარემოდან. წარმოიდგინეთ შავი ხვრელი, რომელიც მოძრაობს გაზის ღრუბელში ან ვარსკვლავთა კლასტერში. მისი გრავიტაცია იწყებს მატერიის მიზიდვას. მაგრამ ეს მატერია არ ვარდება პირდაპირ შავ ხვრელში. იგი იწყებს მის გარშემო ბრუნვას, ქმნის აკრეციულ დისკს. ეს დისკი ჰგავს გიგანტურ მორებს, სადაც მატერია სპირალურად მოძრაობს შიგნით, სულ უფრო და უფრო ახლოვდება ჰორიზონტს. და აქ ხდება რაღაც საოცარი. როცა მატერია ბრუნავს სულ უფრო სწრაფად, იგი თბება. ხახუნი დისკში აქცევს გრავიტაციულ ენერგიას სითბოდ. ტემპერატურა იზრდება მილიონობით გრადუსამდე. და ასეთ ტემპერატურაზე მატერია იწყებს ასხივებას. არა ხილულ სინათლეში, არამედ რენტგენის და გამას ხივებში. აკრეციული დისკი ხდება ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტი სამყაროში. პარადოქსულად, შავი ხვრელი, ობიექტი, რომელიც თავად არ ასხივებს არაფერს, ხდება ყველაზე კაშკაშა მაიაკის წყარო კოსმოსში. 1974 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ სალპიტერმა და სოვიეტურმა ფიზიკოსმა იაკოვ ზელდოვიჩმა დამოუკიდებლად გამოთვალეს, რამდენად ეფექტურია ეს პროცესი. აღმოჩნდა, რომ აკრეცია შავ ხვრელზე არის ყველაზე ეფექტური ენერგიის წარმოების მეთოდი სამყაროში. როცა მატერია ვარდება შავ ხვრელში, დაახლოებით 10% მისი მასისა გარდაიქმნება ენერგიად. შეადარეთ ეს ბირთვულ შერწყმას ვარსკვლავებში, სადაც მხოლოდ დაახლოებით 0.7% მასისა გარდაიქმნება ენერგიად. შავი ხვრელი არის უფრო ეფექტური ენერგიის გენერატორი ვიდრე ვარსკვლავი. ეს ნიშნავს, რომ როცა შავი ხვრელი აქტიურად იკვებება, იგი ანათებს თავის გარემოს. ასტრონომები უწოდებენ ასეთ ობიექტებს აქტიურ გალაქტიკურ ბირთვებს ან კვაზარებს. კვაზარები არის ყველაზე კაშკაშა ობიექტები სამყაროში. ერთი კვაზარი შეიძლება იყოს 1000-ჯერ უფრო კაშკაშა ვიდრე მთელი გალაქტიკა, 100 მილიარდი ვარსკვლავით. და ყველა ეს ენერგია მოდის რეგიონიდან, რომელიც არის უფრო პატარა ვიდრე ჩვენი მზის სისტემა. წარმოიდგინეთ, ობიექტი, რომლის ზომა ნაკლებია ვიდრე მანძილი მზიდან ნეპტუნამდე, ასხივებს უფრო მეტ ენერგიას ვიდრე 100 მილიარდი ვარსკვლავი ერთად. მაგრამ აკრეცია არის მხოლოდ ერთი გზა, რომლითაც შავი ხვრელები იზრდებიან. მეორე, უფრო დრამატული გზა არის შერწყმა. წარმოიდგინეთ ორი შავი ხვრელი, რომლებიც ბრუნავენ ერთმანეთის გარშემო. ისინი შეიძლება იყვნენ ორი ვარსკვლავის ნაშთები ორმაგ სისტემაში, ან ორი შავი ხვრელი, რომლებიც შეხვდნენ გალაქტიკების შეჯახებისას. როცა ისინი ბრუნავენ, ისინი ასხივებენ გრავიტაციულ ტალღებს. ტალღებს თავად სივრცე დროში, რომლებიც ვრცელდებიან სინათლის სიჩქარით. ეს გრავიტაციული ტალღები წაიღებენ ენერგიას სისტემიდან. და როცა ენერგია იკარგება, ორბიტა იკუმშება. შავი ხვრელები უახლოვდებიან ერთმანეთს. ისინი იწყებენ ბრუნვას სულ უფრო სწრაფად. გრავიტაციული ტალღები ხდებიან სულ უფრო ძლიერი. ეს არის დადებითი უკუკავშირი, პროცესი, რომელიც აჩქარებს საკუთარ თავს. ბოლო წამებში შავი ხვრელები ბრუნავენ ერთმანეთის გარშემო ასობით ჯერ წამში, მოძრაობენ სინათლის სიჩქარის ნახევარზე. და შემდეგ შერწყმა. 2015 წლის მე-14 სექტემბერს ადამიანობამ პირველად დააფიქსირა ეს მოვლენა. ორი დეტექტორი, ერთი ლუიზიანაში, მეორე ვაშინგტონის შტატში, რომლებიც შედიოდნენ LIGOS, ლაზერული ინტერფერომეტრული გრავიტაციულ ტალღური ობსერვატორია პროექტში, ერთდროულად დააფიქსირეს სიგნალი. ეს იყო გრავიტაციული ტალღა, რომელიც გამოწვეული იყო ორი შავი ხვრელის შერწყმით, რომელიც მოხდა 1.3 მილიარდ სინათლის წელს დედამიწიდან. ორი შავი ხვრელი, რომელთა მასები იყო დაახლოებით 29 და 26 მზის მასა, შეერწყნენ და შექმნეს ერთი შავი ხვრელი 62 მზის მასით. დაელოდეთ. 29 + 26 უდრის 55-ს,
არა 62. სად გაქრა 3 მზის მასა? პასუხი არის ეინშტეინის ყველაზე ცნობილ განტოლებაში. ეს ხავალი mc კვარტა. ეს მასა გარდაიქმნა ენერგიად, გრავიტაციული ტალღების ენერგიად. ბოლო წამში ეს შერწყმა ასხივებდა უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე ყველა ვარსკვლავი ხილულ სამყაროში ერთად. ერთი მომენტით ეს მოვლენა იყო ყველაზე კაშკაშარამ სამყაროში, არა ელექტრომაგნიტურ სპექტრში, არამედ გრავიტაციულ ტალღებში. 2016 წლის მე-11 თებერვალს LIGO-ს გუნდმა გამოაცხადა ეს აღმოჩენა. ეს იყო პირველი პირდაპირი დაფიქსირება გრავიტაციული ტალღებისა, ფენომენის, რომელსაც ეინშტეინმა პროგნოზირება გააკეთა 100 წელზე მეტი ხნის წინ. და ეს იყო პირველი პირდაპირი დაფიქსირება შავი ხვრელების შეწყმისა. 2018 წელს LIGO-ს გუნდის 3 ლიდერი, რაინერ ვაისი, ბარი ბარიში და კიპ თორნი, მიიღეს ნობელის პრემია ფიზიკაში ამ აღმოჩენისთვის. მას შემდეგ LIGO და მისი ევროპული პარტნიორი ვირგო დააფიქსირეს ასობით შერწყმა. ყოველი მათგანი გვეუბნება რაღაცას ახალს შავი ხვრელების შესახებ, მათი მასების განაწილების შესახებ, მათი ბრუნვის შესახებ, მათი წარმოშობის შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ, რომ შავი ხვრელები არიან უფრო გავრცელებული, ვიდრე ვფიქრობდით, რომ ისინი შეიძლება იყვნენ უფრო მასიურები, ვიდრე ველოდით, რომ ისინი ბრუნავენ თითქმის სინათლის სიჩქარით და რომ მათი შერწყმები არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოვლენა სამყაროში. მაგრამ როგორ ხდებიან ზოგიერთი შავი ხვრელები ისეთი უზარმაზარი? როგორ აღწევენ ისინი მილიონობით ან მილიარდობით მზის მასას? აქ ჩვენ შევდივართ სუპერმასიური შავი ხვრელების სამყაროში, ობიექტებში, რომლებიც მდებარეობენ თითქმის ყველა დიდი გალაქტიკის ცენტრში, მათ შორის ჩვენსაც. ეს არის ობიექტები, რომლებიც არა მხოლოდ არსებობენ გალაქტიკებში, არამედ აყალიბებენ მათ, აკონტროლებენ მათ, განსაზღვრავენ მათ ბედს. ჩვენი გალაქტიკის ცენტრში 26,000 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს სტრელა A, სუპერმასიური შავი ხვრელი, რომლის მასა დაახლოებით 4 მილიონი ჯერ აღემატება მზის მასას. ჩვენ ვერ ვხედავთ მას პირდადაპირ, რადგან იგი არის შავი ხვრელი, მაგრამ ჩვენ ხედავთ მის გავლენას. 1992 წლიდან ასტრონომები აკვირდებიან ვარსკვლავებს, რომლებიც ბრუნავენ გალაქტიკის ცენტრის გარშემო. ეს ვარსკვლავები მლავები მოძრაობენ წუთისოფლად სწრაფად. ზოგიერთი მათგანი აღწევს სიჩქარეს, რომელიც აღემატება 5,000 კილომეტრს წამში. ეს არის დაახლოებით 2% სინათლის სიჩქარისა. ერთი ამ ვარსკვლავებიდან, რომელსაც S2 ეწოდება, ავსებს სრულ ორბიტას სტრელა A-ს გარშემო 16 წელში. მისი ორბიტა არის ელიფსური და უახლოეს წერტილში იგი უახლოვდება შავ ხვრელს დაახლოებით 17 მილიარდ კილომეტრამდე. ეს არის დაახლოებით 4-ჯერ მეტი ვიდრე მანძილი მზიდან ნეპტუნამდე. ამ წერტილში S2 მოძრაობს დაახლოებით 7,500 კილომეტრს წამში. და ასტრონომებმა დააფიქსირეს, რომ მისი სინათლე გადაცითლებულია, ზუსტად ისე, როგორც პროგნოზირებს ეინშტეინის თეორია. ეს არის გრავიტაციული წითელი ძვრა, ეფექტი, რომელიც ხდება, როცა სინათლე გამოდის ძლიერი გრავიტაციული ველიდან. მაგრამ როგორ წარმოიქმნა სტრელა? როგორ გახდა იგი ისეთი მასიური? ეს არის კითხვა, რომელზეც ასტროფიზიკოსები ჯერ კიდევ გამათობენ. ერთი თეორია ამბობს, რომ სუპერმასიური შავი ხვრელები წარმოიქმნენ ადრეულ სამყაროში, როცა გალაქტიკები მხოლოდ იწყებდნენ ფორმირებას. შესაძლოა პირველი ვარსკვლავები, მასიური, ცხელი ვარსკვლავები, რომლებიც შედგებოდნენ მხოლოდ წყალბადისა და ჰელიუმისგან, კოლაფსირდნენ და შექმნეს თესლი შავი ხვრელები. ეს თესლები შემდეგ იზრდებოდნენ აკრეციისა და შერწყმების გზით, მილიარდობით წლის განმავლობაში. მაგრამ არსებობს პრობლემა ამ თეორიასთან. ასტრონომებმა აღმოაჩინეს სუპერმასიური შავი ხვრელები, რომლებიც არსებობდნენ, როცა სამყარო იყო მხოლოდ 370 მილიონი წლის. ეს არის ძალიან ადრე. ძალიან ადრე იმისთვის, რომ პატარა თესლი შავი ხვრელებმა გაიზარდონ მილიარდობით მზის მასამდე, მხოლოდ აკრეციისა და შერწყმების გზით. ეს ნიშნავს, რომ ან თესლები უნდა ყოფილიყვნენ უფრო დიდები, ვიდრე ვფიქრობდით, ან ზრდის პროცესი უნდა ყოფილიყო უფრო სწრაფი, ვიდრე ველოდით. ზოგიერთი მეცნიერი გვთავაზობს რადიკალურ იდეას. შესაძლოა ზოგიერთი სუპერმასიური შავი ხვრელი წარმოიქმნა პირდაპირ გვარდნის გზით გიგანტური გაზის ღრუბლებისა ადრეულ სამყაროში. წარმოიდგინეთ ღრუბელი, რომლის მასა 100,000 ან მილიონჯერ აღემატება მზის მასას, რომელიც უცებ კოლაფსირდება საკუთარი გრავიტაციის ქვეშ. ასეთი კოლაფსი შექმნიდა შავ ხვრელს, რომლის მასა დასაწყისიდანვე იქნებოდა 1000-ობით ან 10,000-ობით მზის მასებით. მზის მასა ბევრად უფრო დიდი თესლი, რომელსაც შეეძლო სწრაფად გაზრდა სუპერმასიურ შავ ხვრელად. მაგრამ მიუხედავად იმისა, როგორ წარმოიქმნენ ისინი, სუპერმასიური შავი ხვრელები თამაშობენ კრიტიკულ როლს გალაქტიკების ევოლუციაში.
ისინი არ არიან მხოლოდ პასიური ობიექტები, რომლებიც ზის galaktikis ცენტრში. ისინი აქტიურად ზემოქმედებენ თავიანთ გარემოზე. როცა სუპერმასიური შავი ხვრელი აქტიურად იკვებება, იგი ასხივებს უზარმაზარ ენერგიას. ეს ენერგია თბის გაზს galaktikაში, ხელს უშლის მას დაკონდენსირდეს და შექმნას ახალი ვარსკვლავები. ზოგიერთ შემთხვევაში შავი ხვრელი ასხივებს ძლიერ ჯეტებს, ნაკადებს მატერიისა და ენერგიისა, რომლებიც გამოდიან მისი პოლუსებიდან თითქმის სინათლის სიჩქარით და ვრცელდებიან ასობით ათასი სინათლის წლის მანძილზე. ეს ჯეტები არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფენომენი სამყაროში. ისინი შეიძლება გაათბონ გაზი მთელ galaktikაში, შეაჩერონ ვარსკვლავების ფორმირება, თუნდაც გამოდევნონ გაზი galaktikიდან. ასტრონომები უწოდებენ ამას უკუკავშირს, პროცესს, რომლითაც შავი ხვრელი არეგულირებს საკუთარ ზრდას და galaktikis ზრდას. თუ შავი ხვრელი იზრდება ძალიან სწრაფად, იგი ასხივებს ისეთ ენერგიას, რომ აჩერებს მატერიის ნაკადს საკუთარ თავზე. ეს არის თვითრეგულირებადი სისტემა, რომელიც ინარჩუნებს ბალანსს. და ეს ბალანსი აისახება galaktikis თვისებებში. ასტრონომებმა აღმოაჩინეს მჭიდრო კორელაცია სუპერმასიური შავი ხვრელის მასასა და galaktikis ცენტრალური ბურუსის მასას შორის. რაც უფრო მასიურია შავი ხვრელი, მით უფრო მასიურია ბურუსი. ეს კორელაცია არის ისეთი მჭიდრო, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ იგი შავი ხვრელის მასის შესაფასებლად, თუნდაც თუ ვერ ხედავთ მას პირდაპირ. ეს ნიშნავს, რომ შავი ხვრელები და galaktikები იზრდებიან ერთად, კოევოლუციონირებენ, ერთმანეთზე ზემოქმედებენ. წარმოიდგინეთ galaktika როგორც ცოცხალი ორგანიზმი. მისი სუპერმასიური შავი ხვრელი არის მისი გული. არა იმ გაგებით, რომ იგი ატუმბავს სისხლს, არამედ იმ გაგებით, რომ იგი არეგულირებს მთელი სისტემის ფუნქციონირებას. როცა გული მუშაობს ნორმალურად, ორგანიზმი ჯანმრთელია. როცა გული ხდება ძალიან აქტიური, ორგანიზმი განიცდის სტრესს. და როცა გული წვეთს მუშაობას, როცა შავი ხვრელი ამოწურავს ყველა ხელმისაწვდომ მატერიას, galaktika შედის მშვიდ ფაზაში, სადაც ვარსკვლავები ნელა იბადებიან და კვდებიან და არაფერი დრამატული არ ხდება. ჩვენი galaktika ახლა არის ამ მშვიდ ფაზაში. სტრელა A არის შედარებით მშვიდი. იგი არ იკვებება აქტიურად, არ ასხივებს ძლიერ ენერგიას. მაგრამ ეს არ იყო ყოველთვის ასე. დაახლოებით 6 მილიონი წლის წინ სტრელა A იყო ბევრად უფრო აქტიური. ჩვენ ვიცით ეს, რადგან ხედავთ ექოებს, რეგიონებს galaktikაში, რომლებიც ჯერ კიდევ ანათებენ იმ გამოსხივებით, რომელიც გამოვიდა შავი ხვრელიდან მილიონობით წლის წინ. ეს გავს ელვის ხილვას და მოგვიანებით ქუხილის მოსმენას, სინათლე მოსმენას. სინათლე მოგვიანებით მოვა, მაგრამ ჯერ კიდევ მოგვითხრობს წარსულის მოვლენის შესახებ. და მომავალში სტრელა კვლავ გახდება აქტიური. დაახლოებით 4 მილიარდი წლის შემდეგ ჩვენი galaktika შეჯახდება ანდრომედას galaktikas, ჩვენს უახლოეს დიდ მეზობელს. ეს შეჯახება იქნება ნელი, გრანდიოზული ცეკვა, რომელიც გაგრძელდება მილიარდობით წლის განმავლობაში. ვარსკვლავები თავად იშვიათად შეჯახდებიან ერთმანეთს. მანძილები მათ შორის არის ძალიან დიდი, მაგრამ გაზის ღრუბლები შეჯახდებიან, შეკუმშვებიან, შექმნიან ახალ ვარსკვლავებს. და ორი სუპერმასიური შავი ხვრელი, სტრელაა და ანდრომედას ცენტრალური შავი ხვრელი, რომლის მასა დაახლოებით 100 მილიონჯერ აღემატება მზის მასას, დაიწყებენ ბრუნვას ერთმანეთის გარშემო. ეს ბრუნვა გაგრძელდება მილიონობით წლის განმავლობაში. ნელა იკუმშება, როგორც გრავიტაციული ტალღები წაიღებენ ენერგიას. და ბოლოს ისინი შეერწყნებიან. შექმნიან ერთ გიგანტურ შავ ხვრელს, რომლის მასა იქნება დაახლოებით 104 მილიონი მზის მასა. ეს შერწყმა გამოიწვევს გრავიტაციული ტალღების აფეთქებას. ტალღებს, რომლებიც იქნებიან ისეთი ძლიერი, რომ მათ შეიძლება დააფიქსირონ დეტექტორებმა მილიარდობით სინათლის წლის მოშორებით. თუ ადამიანობა ჯერ კიდევ არსებობს იმ დროს, ჩვენი შთამომავლები იქნებიან მოწმენი ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მოვლენისა, ჩვენი კოსმიკური სამეზობლოს ისტორიაში. მაგრამ ეს არის მომავალი. ახლა ამ მომენტში სტრელა მშვიდად ზის ჩვენი galaktikis ცენტრში. ნელა იკვებება იშვიათი გაზის ღრუბლებით და ვარსკვლავებით, რომლებიც ძალიან ახლოს მიუახლოვდებიან. და ის ნელა, სუთისოფლად ნელა, აორთქლდება. ასხივებს ჰოკინგის გამოსხივებას, კარგავს მასას, მოძრაობს თავისი საბოლოო ბედისკენ. რადგან ეს არის ის, რაც ელის ყველა შავ ხვრელს, მიუხედავად მათი ზომისა, მიუხედავად მათი ძალისა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მარადიულად ჩანან ისინი. ყველა მათგანი კვდება, ყველა მათგანი აორთქლდება, ყველა მათგანი ქრება. და როცა ბოლო შავი ხვრელი გაქრება, სამყარო შევა ახალ ეპოქაში. ეპოქაში, სადაც აღარ არსებობს სტრუქტურები, აღარ არსებობს კუნძულები წესრიგისა, მხოლოდ ცივი, ცარიელი, გაფართოებული სივრცე. სავსე დაბალი ენერგიის გამოსხივებით და ნაშთებით იმისა, რაც ოდესღაც იყო.
მაგრამ სანამ ეს მოხდება, გაივლის დრო, რომელიც აღემატება ყველა ადამიანურ წარმოდგენას. და ამ დროის განმავლობაში შავი ხვრელები გააგრძელებენ თავიანთ ნელ მდუმარე სიკვდილს. პროცესს, რომელიც დაიწყო ჰოკინგის გამოთვლებით კემბრიჯში 2017 წელს. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ უსასრულო ტორტი. ყოველ დღე თქვენ ჭამთ მის ნახევარს. პირველ დღეს რჩება ნახევარი, მეორე დღეს მეოთხედი, მესამე დღეს მერვედი. კითხვა: რამდენი დღის შემდეგ დაამთავრებთ ტორტს? ინტუიცია გვეუბნება, არასოდეს, ყოველთვის რჩება რაღაც. მაგრამ მათემატიკა გვეუბნება სხვა რამეს, 18. თქვენ უახლოვდებით ნულს და ამ უახლოვებას აქვს მნიშვნელობა. ახლა შეცვალეთ ტორტი შავი ხვრელით და ჭამა ჰოკინგის გამოსხივებით და დაუსვით თავს კითხვა: რამდენი ხნის შემდეგ გაქრება შავი ხვრელი? 2017 წელს, როცა სტივენ ჰოკინგმა გამოაქვეყნა თავისი გამოთვლები, მან მოგცა ზუსტი ფორმულა. შავი ხვრელის სიცოცხლის ხანგრძლივობა პროპორციულია მისი მასის კუბისა. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ გააორმაგებთ მასას, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება არა 2-ჯერ, არამედ 8-ჯერ. თუ გაათიანჯერებთ მასას, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება 27-ჯერ. ეს არის ექსპონენციალური დამოკიდებულება, რომელიც ქმნის უზარმაზარ დიაპაზონს დროის მასშტაბებში. დავიწყოთ პატარა შავი ხვრელით, ჰიპოთეტური ობიექტით, რომლის მასა ტოლია დედამიწის მასისა. ასეთი შავი ხვრელი თუ არსებობდა, აორთქლდებოდა დაახლოებით 10 ხელმწიფე 52 წელში. ეს არის ერთიანი, შემდეგ 42 ნული. ეს არის დრო, რომელიც ტრილიონობით ჯერ აღემატება სამყაროს ამჟამინდელ ასაკს. სამყარო ახლა არის დაახლოებით 13 მილიარდ 800 მილიონი წლის. ეს არის 1/4, შემდეგ 9 ნული. შეადარეთ ეს 10 ხელმწიფე 42-ს. სხვაობა არის? არ არსებობს სიტყვები ამ სხვაობის აღსაწერად. ეხლა წარმოიდგინეთ შავი ხვრელი, რომლის მასა ტოლია მზის მასისა. ტიპიური შავი ხვრელი, რომელიც წარმოიქმნება მასიური ვარსკვლავის კოლაფსისგან. ასეთი შავი ხვრელი აორთქლდება დაახლოებით 10 ხელმწიფე 67 წელში. ეს არის 10 მილიონჯერ მეტი ვიდრე დედამიწის მასის შავი ხვრელისთვის. და სტრელა A, ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელი, რომლის მასა 4 მილიონი ჯერ აღემატება მზის მასას, იგი აორთქლდება დაახლოებით 10 ხელმწიფე 99 წელში. ხოლო სუპერმასიური შავი ხვრელი, რომლის მასა მილიარდი ჯერ აღემატება მზის მასას, იარსებებს დაახლოებით 10 ხელმწიფე 100 წელში. ეს რიცხვები არის ისეთი უზარმაზარი, რომ ისინი კარგავენ მნიშვნელობას. როცა ვამბობთ 10 ხელმწიფე 100 წელი, ჩვენი ტვინი ვერ ამუშავებს ამას. ეს არის არაუბრალოდ დიდი დრო. ეს არის დრო, რომელიც აღემატება ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცნობთ. მაგრამ აქ არის საოცარი რამ. ეს არ არის უსასრულობა. ეს არის რიცხვი. და ყოველი რიცხვი მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდია იგი, შეიძლება ჩაიწეროს, შეიძლება გამოითვალოს, შეიძლება პრინციპულად დაითვალოს. მაგრამ რატო ხდება ეს? რატო კვდებიან შავი ხვრელები? პასუხი მდგომარეობს კვანტური მექანიკის უცნაურ ბუნებაში, ფიზიკის ფილიალში, რომელიც აღწერს სამყაროს ყველაზე პატარა მასშტაბებზე. კვანტურ მექანიკაში არარაობა არ არსებობს. ვაკუუმი, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის სრულიად სარიელი, სინამდვილეში არის ქაოსური ზღვა აქტივობისა. ყოველ მომენტში, ყოველ წერტილში სივრცეში, ვირტუალური ნაწილაკების წყვილები იბადებიან არარაობიდან. ელექტრონი და პოზიტრონი, კვარკი და ანტიკვარკი, ფოტონი და ფოტონი. ეს ნაწილაკები არ არიან რეალური, ჩვეულებრივი გაგებით. ისინი არსებობენ მხოლოდ წუთის ოფელ მომენტს, დროს, რომელიც განისაზღვრება ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპით. ეს პრინციპი ამბობს, რომ თქვენ შეგიძლიათ ისესხოთ ენერგია არარაობიდან, მაგრამ უნდა დააბრუნოთ იგი ძალიან სწრაფად. რაც უფრო მეტ ენერგიას ისესხებთ, მით უფრო სწრაფად უნდა დააბრუნოთ. ვირტუალური ნაწილაკები ისესხებენ ენერგიას, არსებობენ მილიარდედი წამის ნაწილს, შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს და ანიჰილირდებიან, აბრუნებენ ენერგიას ვაკუუმს. ეს ხდება ყველგან, ყოველ წამს. ამ ოთახში, სადაც ახლა ხართ, თქვენ სხეულში, კოსმოსურ სივრცეში და შავი ხვრელის ჰორიზონტზე. მაგრამ ჰორიზონტზე ხდება რაღაც განსაკუთრებული. წარმოიდგინეთ ვირტუალური წყვილი, რომელიც იბადება ზუსტად ჰორიზონტის ზღვარზე. ერთი ნაწილაკი ჩნდება ოდნავ შიგნით, მეორე ოდნავ გარეთ. ნორმალურად ისინი დაუყოვნებლივ შეხვდებოდნენ და ანიჰილირდებოდნენ, მაგრამ აქ ეს შეუძლებელია. ნაწილაკი, რომელიც აღმოჩნდა ჰორიზონტის შიგნით, ჩავარდება შავ ხვრელში. მისი წყვილი, რომელიც დარჩა გარეთ, უცებ აღმოჩნდება მარტო. და აქ ხდება კვანტური ტრიუკი. ეს მარტოხელა ნაწილაკი ვეღარ ანიჰილირდება, იგი ხდება რეალური. მაგრამ ენერგია არ შეიძლება შეიქმნას არარაობიდან.
ეს დარღვევა იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კანონისა ფიზიკაში. საიდან მოდის ეს ენერგია? პასუხი: შავი ხვრელის მასიდან. ნაწილაკი, რომელიც ჩავარდა შიგნით, ატარებს უარყოფით ენერგიას. კონცეფცია, რომელიც ჟღერს აბსურდულად, მაგრამ არის სრულიად ლეგიტიმური კვანტურ მექანიკაში. ეს უარყოფითი ენერგია ამცირებს შავი ხვრელის მასას, ხოლო ნაწილაკი, რომელიც გაფრინდა, წაიღებს დადებით ენერგიას, რომელიც მოვიდა შავი ხვრელიდან. ეს არის ჰოკინგის გამოსხივება. ეს არ არის გამოსხივება, რომელიც მოდის შავი ხვრელიდან. არაფერი არ შეიძლება გამოვიდეს ჰორიზონტის მიღმა. ეს არის გამოსხივება, რომელიც იბადება ჰორიზონტზე, კვანტური ეფექტების შედეგად. და ეს გამოსხივება ნელა, ატომ-ატომად, ნაწილაკ-ნაწილაკად, ანელებს ქად, ანელებს შავ ხვრელს. შავი ხვრელი კარგავს მასას, იგი იკუმშება, მისი ჰორიზონტი მცირდება. და რაც უფრო პატარა ხდება იგი, მით უფრო ცხელი ხდება. აქ არის პარადოქსი, რომელიც ჰოკინგმა აღმოაჩინა. შავი ხვრელის ტემპერატურა უკ უპროპორციულია მის მასასთან. რაც უფრო დიდია შავი ხვრელი, მით უფრო ცივია იგი. რაც უფრო პატარაა, მით უფრო ცხელია. შავი ხვრელი, რომლის მასა ტოლია მზის მასისა, აქვს ტემპერატურა დაახლოებით 1 მილიონედი კელვინი. ეს არის 6 ნულის შემდეგ 1, 10 წილადი წერტილის შემდეგ. ეს არის ცივი ვიდრე კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივება, რომელიც ავსებს სამყაროს და რომლის ტემპერატურა არის დაახლოებით 2,7 კელვინი. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად შავი ხვრელები არ აორთქლებიან, ისინი იზრდებიან. ისინი აბსორბირებენ უფრო მეტ ენერგიას კოსმოსური ფონური გამოსხივებიდან, ვიდრე ასხივებენ ჰოკინგის გამოსხივებაში. მაგრამ სამყარო ფართოვდება და როცა იგი ფართოვდება, იგი ცივდება. კოსმოსური ფონური გამოსხივება, რომელიც ახლა არის 2,7 კელვინი, ნელად ცივდება ნულისკენ. და ერთხელ, შორეულ მომავალში, იგი გახდება ცივი ვიდრე შავი ხვრელების ტემპერატურა. და იმ მომენტიდან შავი ხვრელები დაიწყებენ ნეტო ენერგიის დაკარგვას. მაგრამ როდის მოხდება ეს? გამოთვლები აჩვენებს, რომ კოსმოსური ფონური გამოსხივება გაცივდება შავი ხვრელის ტემპერატურაზე დაბლა დაახლოებით 10 ხელმწიფე 13 წელში. ეს არის ერთიანი, შემდეგ 13 ნული. ამ მომენტიდან შავი ხვრელები დაიწყებენ ნამდვილ აორთქლებას, მაგრამ ეს პროცესი იქნება წუთისოფლად ნელი. წარმოიდგინეთ ყინულის კუბი, რომელიც დნება არა ოთახის ტემპერატურაზე, არამედ ტემპერატურაზე, რომელიც მხოლოდ მილიარდედი გრადუსით ავემატება გაკინვის წერტილს. ასეთი ყინულის კუბი დნებოდა არა წუთებში, არამედ წლებში, 10 წლეულებში, საუკუნეებში. ეხლა დაუბრუნდეთ იმ დადებით უკავშირს, რომელიც აჩქარებს პროცესს. როცა შავი ხვრელი კარგავს მასას, მისი ტემპერატურა იზრდება. როცა ტემპერატურა იზრდება, იგი ასხივებს უფრო ინტენსიურად. როცა იგი ასხივებს უფრო ინტენსიურად, იგი კარგავს მასას უფრო სწრაფად. ეს არის თვითაჩქარებადი პროცესი, რბოლა, რომელიც იწყება წუთისოფლად ნელა, მაგრამ თანდათან აჩქარებს. წარმოიდგინეთ ბურთი, რომელიც იწყებს გორაობას ფერდობზე. თავიდან იგი მოძრაობს ნელა, შემდეგ სულ უფრო სწრაფად, შემდეგ ძალიან სწრაფად და ბოლო მეტრებში იგი თითქმის ვერტიკალურად ვარდება. შავი ხვრელის აორთქლება მიყვება მსგავს პატერნს. უმეტესი ნაწილი მისი სიცოცხლისა იგი კარგავს მასას წუთისოფლად ნელა, მაგრამ ბოლო ეტაპებზე პროცესი აჩქარებს. როცა შავი ხვრელის მასა მცირდება მილიარდ ტონამდე, ეს არის დაახლოებით მთის მასა, შეკუმშული ატომის ბირთვის ზომამდე, მისი ტემპერატურა აღწევს მილიარდობით გრადუსს. იგი იწყებს ასხივებას არა მხოლოდ ცალკეულ ფოტონებს, არამედ მძიმე ნაწილაკებს, ელექტრონებს, პოზიტრონებს, პროტონებს, ანტიპროტონებს. მისი ჰორიზონტი ხდება ქარხანა, რომელიც აწარმოებს მატერიას და ანტიმატერიას. და შემდეგ, ბოლო წამში, ხდება რაღაც დრამატული. როცა შავი ხვრელის მასა მცირდება დაახლოებით 100,000 ტონამდე, ეს არის დაახლოებით თანამედროვე ავიამზიდის მასა, შეკუმშული პროტონის ზომამდე. მისი ტემპერატურა აღწევს ტრილიონობით გრადუსს. იგი ასხივებს ენერგიას ისეთი ინტენსივობით, რომ მისი სიკაშკაშე აღემატება ყველა ვარსკვლავის სიკაშკაშეს ხილულ სამყაროში ერთად. და შემდეგ, ბოლო მიკროწამში, იგი აფეთქდება. ეს აფეთქება არ არის ისეთი, როგორიც სუპერნოვაა. ეს არის კვანტური აფეთქება. მოვლენა, რომელიც ათავისუფლებს ყველა დარჩენილ ენერგიას ერთ მომენტში. ენერგია, რომელიც ტოლია 100,000 ტონა მასისა, გამრავლებული სინათლის სიჩქარის კვადრატზე. ეინშტეინის ფორმულის თანახმად, რომელიც mc თვამ, ეს არის დაახლოებით 9 ხელმწიფე 21 ჯოული. ენერგია, რომელიც ტოლია რამდენიმე 1000 ატომურ ბომბასთან. ეს ენერგია გამოიყოფა არა წამებში, არამედ მილიარდეთ წამში, ფლეში, რომელიც უფრო მოკლეა, ვიდრე სინათლე სჭირდება ატომის გადასალახად. მაგრამ რა რჩება ამ აფეთქების შემდეგ?
აქ ჩვენ შევდივართ ერთ-ერთ ყველაზე ღრმა კითხვაში თანამედროვე ფიზიკაში, შავი ხვრელის ინფორმაციის პარადოქსი. კვანტური მექანიკის ფუნდამენტური პრინციპი ამბობს, რომ ინფორმაცია არ შეიძლება განადგურდეს. თუ თქვენ იცით სისტემის ზუსტი მდგომარეობა ერთ მომენტში, თქვენ შეგიძლიათ პრინციპულად გამოთვალოთ მისი მდგომარეობა ნებისმიერ სხვა მომენტში, წარსულში ან მომავალში. ეს არის დეტერმინიზმი, იდეა, რომ სამყარო მიყვება ზუსტ კანონებს, რომლებიც არ კარგავენ ინფორმაციას. მაგრამ რა ხდება, როცა რაღაც ვარდება შავ ხვრელში? წიგნი, ვარსკვლავი, თქვენ. ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იყო ეს ობიექტი, მისი ატომების განლაგება, მისი კვანტური მდგომარეობა, მისი ისტორია, ჩანს რომ გაქრა. შავი ხვრელი, როგორც ჯონ ვილერმა თქვა, არ აქვს თმა, იგი ავიწერება მხოლოდ 3 პარამეტრით: მასა, ბრუნვა და ელექტრული მუხტი. ყველა სხვა ინფორმაცია, ყველა დეტალი იმის შესახებ, თუ რა შედიოდა შავ ხვრელში, ჩანს რომ წაიშალა. 1973 წელს, როცა ჰოკინგმა პირველად გამოაქვეყნა თავისი გამოთვლები ჰოკინგის გამოსხივების შესახებ, მან თქვა რაღაც შოკის მონგრელი. ეს გამოსხივება არის სრულიად თერმული. ეს ნიშნავს, რომ იგი არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შედიოდა შავ ხვრელში. ეს არის როგორც გამოსხივება ცხელი ობიექტიდან. იგი გვეუბნება მხოლოდ ტემპერატურას, არაფერს მეტს. ეს ნიშნავს, რომ როცა შავი ხვრელი სრულად აორთქლდება, ყველა ინფორმაცია, რაც ოდესმე შედიოდა მასში, იკარგება მარადიულად. ეს იყო პირდაპირი დარღვევა კვანტური მექანიკის ფუნდამენტური პრინციპისა. ფიზიკოსები დაიყვნენ ორ ბანაკად. ზოგიერთი, მათ შორის ჰოკინგი, ამბობდა, რომ ინფორმაცია ნამდვილად იკარგება, რომ შავი ხვრელები არის გამონაკლისი წესიდან. სხვები, მათ შორის ლეონარდ სასკინდი და ჟერარ ჰოფტი, ამბობდნენ, რომ ეს შეუძლებელია, რომ ინფორმაცია უნდა შენარჩუნდეს, თუნდაც თუ ჩვენ არ ვიცით როგორ. ეს დებატი გაგრძელდა 30 წლის განმავლობაში და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დავა თეორიულ ფიზიკაში. 2004 წელს დუბლინში გამართულ კონფერენციაზე ჰოკინგმა გააკეთა რაღაც უჩვეულო. მან აღიარა, რომ ცდებოდა. მან თქვა, რომ ინფორმაცია მაინც შენარჩუნდება, რომ იგი არ იკარგება, არამედ გადაიცემა ჰოკინგის გამოსხივებაში, დაშიფრული ისეთი რთული ფორმით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მისი აღდგენა. ეს იყო დრამატული მომენტი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი მსოფლიოში საჯაროდ აღიარებდა, რომ ცდებოდა ერთ-ერთ მის ყველაზე ცნობილ პროგნოზში. მაგრამ როგორ შენარჩუნდება ინფორმაცია? აქ ჩვენ შევდივართ ტერიტორიაზე, სადაც ფიზიკა ხდება ძალიან სპეკულაციური. ერთი იდეა, რომელსაც ჰოლოგრაფიულ პრინციპს უწოდებენ, ამბობს, რომ ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის შავი ხვრელის შიგნით, დაშიფრულია მის ზედაპირზე, ჰორიზონტზე. წარმოიდგინეთ ჰოლოგრამა, ორგანზომილებიანი სურათი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სამგანზომილებიანი ობიექტის შესახებ. ანალოგიურად, შავი ხვრელის ორგანზომილებიანი ჰორიზონტი შეიძლება შეიცავდეს ყველა ინფორმაციას მის სამგანზომილებიან შიგთავს. როცა შავი ხვრელი აორთქლდება, ეს ინფორმაცია ნელა, ბიტ-ბიტად გადაიცემა ჰოკინგის გამოსხივებაში. მაგრამ ეს გადაცემა არის ისეთი რთული, ისეთი დაშიფრული, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მისი წაკითხვა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წვავთ წიგნს და ცდილობთ აღადგინოთ მისი ტექსტი კვამლის ნაწილაკების ზუსტი პოზიციებისა და სიჩქარეების გაზომვით. პრინციპულად ეს შესაძლებელია, ყველა ინფორმაცია არის იქ, მაგრამ პრაქტიკულად ეს არის შეუძლებელი. თქვენ უნდა გაზომოთ ყოველი ნაწილაკი უსასრულო სიზუსტით, გაითვალისწინოთ ყველა კვანტური ეფექტი, გააკეთოთ გამოთვლები, რომლებიც აღემატება ნებისმიერი კომპიუტერის შესაძლებლობებს. ასე რომ პრაქტიკულად ინფორმაცია იკარგება, მაგრამ პრინციპულად იგი შენარჩუნდება. ეს არის ტიპიური კომპრომისი თეორიულ ფიზიკაში. გადაწყვეტა, რომელიც აკმაყოფილებს მათემატიკურ მოთხოვნებს, მაგრამ ტოვებს პრაქტიკულ კითხვებს უპასუხოთ. და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შავი ხვრელების ფიზიკა რჩება ისეთი ფასცინაციური. იგი არის საზღვარი, სადაც ჩვენი ყველაზე ძლიერი თეორიები აღწევენ თავიანთ ლიმიტებს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დროის დაჩქარება. არა მხოლოდ ოდნავ, არამედ უზარმაზარად. წარმოიდგინეთ, რომ ყოველი გუგოლი წელი გადის ერთ წამში. თქვენ ხედავთ სამყაროს, როგორც იგი ვითარდება მისი საბოლოო ბედისკენ. პირველ რამდენიმე წამში, რომელიც სინამდვილეში არის გუგოლები წლები, ვარსკვლავები წყვეტენ დაბადებას. გალაქტიკები ბნელდებიან. სამყარო ხდება ცივი და ცარიელი. ეს არის ის, რასაც კოსმოლოგები უწოდებენ დეგენერაციულ ეპოქას. დრო, როცა ყველა ნორმალური ვარსკვლავი გაქრა და რჩება მხოლოდ ნაშთები. თეთრი ჯუჯები, ნეიტრონული ვარსკვლავები, შავი ხვრელები. მაგრამ თუნდაც ეს ნაშთები არ არიან მარადიული. თეთრი ჯუჯები ნელა ცივდებიან, ხდებიან შავ ჯუჯებად. ცივი, ბნელი ობიექტები, რომლებიც აღარ ასხივებენ. ნეიტრონული ვარსკვლავები ცივდებიან და ყველა ეს ობიექტი ნელა, წუთი სოფლად, ნელა იშლება.
პროტონები, რომლებიც ჩანან სტაბილურად, შეიძლება არ იყვნენ სრულიად სტაბილური. ზოგიერთი თეორია პროგნოზირებს, რომ პროტონები იშლებიან დაახლოებით 10 ხელმწიფე 34 წელში. თუ ეს მართალია, მაშინ ყველა ატომი, ყველა მოლეკულა, ყველა სტრუქტურა, რომელიც შედგება ჩვეულებრივი მატერიისგან, საბოლოოდ დაიშლება. მაგრამ შავი ხვრელები გაგრძელდებიან. ისინი აშედგებიან პროტონებისგან ან ნეიტრონებისგან. ისინი არიან სუფთა გრავიტაცია, სუფთა მოხრილი სივრცე-დრო. და ისინი ნელა აორთქლებიან, ერთი ნაწილაკი ერთ დროს. წარმოიდგინეთ სამყარო 10 ხელმწიფე 100 წელში. დრო, რომელიც ისეთი შორსაა, რომ ჩვენი ამჟამინდელი ეპოქა, ყველა ჩვენი ისტორია, ყველა ჩვენი ცივილიზაცია ჩანს როგორც უსასრულოდ მოკლე ფლეში დროის დასაწყისში. ამ დროს სამყარო იქნება თითქმის ცარიელი. ტემპერატურა იქნება თითქმის აბსოლუტური ნული და ბოლო დარჩენილი სტრუქტურები იქნებიან შავი ხვრელები, კუნძულები, წესრიგისა ეისა ენტროპიის უსასრულო ოკეანეში. ისინი იქნებიან ბოლო ნათურები, ბოლო ადგილები, სადაც რაღაც ხდება, სადაც ენერგია გარდაიქმნება, სადაც ინფორმაცია მუშავდება. და შემდეგ, ერთი-ერთის შემდეგ, ისინიც გაქრებიან. პირველები გაქრებიან პატარა შავი ხვრელები, ისინი, რომლებიც წარმოიქმნენ ვარსკვლავების კოკლავების კოლაფსისგან. შემდეგ საშუალო ზომის, შემდეგ დიდები. და ბოლოს 10 ხელმწიფე 100 წელში, ბოლო სუპერმასიური შავი ხვრელებიც აორთქლდებიან. მათი ბოლო მომენტები იქნება დრამატული, ფლეში სინათლისა და ენერგიისა, რომელიც გაანათებს ცარიელ სამყაროს ერთ მომენტს. და შემდეგ სიჩუ. რა რჩება? ეს არის კითხვა, რომელზეც კოსმოლოგები ჯერ კიდევ კამათობენ. ზოგიერთი თვლის, რომ სამყარო შევა მდგომარეობაში, რომელსაც სითბური სიკვდილი ეწოდება. მდგომარეობა მაქსიმალური ენტროპიისა, სადაც არაფერი არ ხდება, სადაც ყველა ენერგია თანაბრად განაწილებულია, სადაც არ არსებობს სტრუქტურები, არ არსებობს გრადიენტები, არ არსებობს ცვლილება. ეს იქნება სამყარო, რომელიც არის სრულიად ერთგვაროვანი, სრულიად ცივი, სრულიად მკვდარი. მაგრამ სხვები ამბობენ, რომ შეიძლება იყოს რაღაც მეტი. შეიძლება კვანტური რკევები ვაკუუმში, რომლებიც არასოდეს არ ცლდება, საბოლოოდ შექმნან ახალ სტრუქტურებს. შეიძლება ახალი სამყაროები იბადებოდნენ კვანტური ტუნელირების გზით. შეიძლება ჩვენი სამყარო არის მხოლოდ ერთი ბუშტი მულტივერსში, უსასრულო ზღვა სამყაროებისა, რომლებიც იბადებიან და კვდებიან, ფართოვდებიან და იკუმშებიან, არსებობენ პარალელურად ერთმანეთთან. ეს არის სპეკულაცია, რა თქმა უნდა. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება 10 ხელმწიფე 100 წელში. ჩვენ ვერც კი ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი ფიზიკის კანონები იმუშავებენ ასეთ უკიდურეს დროის მასშტაბებზე. მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ შავი ხვრელები გვდებიან, რომ არაფერია მარადიული, რომ თუნდაც ყველაზე ძლიერი, ყველაზე მასიური, ყველაზე დაუმარცხებელი ობიექტები სამყაროში საბოლოოდ ქრებიან. და ეს გვეუბნება რაღაცას ფუნდამენტურს რეალობის ბუნების შესახებ. ეს გვეუბნება, რომ ცვლილება არის ერთადერთი კონსტანტა. რომ ყველაფერს, რაც იბადება, აქვს დასასრული. რომ სამყარო არ არის სტატიკური, არ არის გატინული, არ არის მარადიული. იგი არის დინამიური, ევოლუციონირებადი, დროებითი. და რომ ჩვენ, ადამიანები, რომლებიც ვარსებობთ მხოლოდ მოკლე მომენტს კოსმიკურ დროის მასშტაბზე, ვართ ნაწილი ამ უზარმაზარი, ნელი, მაგრამ აუცილებელი ტრანსფორმაციის. მესმის, რას ფიქრობთ ახლა? ეს ყველაფერი ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა. გუგოლები, წლები, შავი ხვრელები, რომლებიც აორთქლებიან, სამყარო, რომელიც კვდება სითბურ სიკვდილში. როგორ შეიძლება ვიცოდეთ რაიმე ამის შესახებ? როგორ შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული? და თქვენ მართალი ხართ, რომ ეჭვობთ. სკეპტიციზმი არის მეცნიერების საფუძველი, მაგრამ აქ არის საოცარი რამ. ყველაფერი, რაც ახლა გითხარით შავი ხვრელების სიკვდილის შესახებ, არ არის ფანტაზია. ეს არის მათემატიკა, ეს არის ფიზიკა. ეს არის შედეგი ორი ყველაზე წარმატებული თეორიისა, რომელიც ოდესმე შექმნა ადამიანობამ. ზოგადი ფარდობითობა და კვანტური მექანიკა. ზოგადი ფარდობითობა აღწერს, როგორ მუშაობს გრავიტაცია, როგორ ახრობს მასა სივრცე-დროს. ეს თეორია გამოიცადა ათასობით ექსპერიმენტით. ჩვენ გამოვიყენეთ იგი GPS სატელიტების სიზუსტის გამოსათვლელად. თუ ჩვენ არ გავითვალისწინებდით ფარდობითობის ეფექტებს, თქვენი სმარტფონის რუკა იქნებოდა არასწორი რამდენიმე კილომეტრით ყოველდღეს. ჩვენ დავაფიქსირეთ გრავიტაციული ტალღები, ტალღები თავად სივრცე-დროში. ზუსტად ისე, როგორც ეინშტეინმა პროგნოზირება გააკეთა 100 წელზე მეტი ხნის წინ. ეს თეორია მუშაობს. კვანტური მექანიკა აღწერს, როგორ მუშაობს სამყარო ყველაზე პატარა მასშტაბებზე, ატომების, ნაწილაკების, ენერგიის დონეების დონეზე. ეს თეორია არის საფუძველი თანამედროვე ტექნოლოგიისა. თქვენი კომპიუტერი, თქვენი სმარტფონი, LED ნათურები, ლაზერები, MRI სკანერები, ყველა ეს მოწყობილობა მუშაობს კვანტური მექანიკის პრინციპებზე. ეს თეორიაც მუშაობს. პრობლემა არის ის, რომ ეს ორი თეორია არ ელაპარაკებიან ერთმანეთს.
ისინი აღწერენ რეალობას განსხვავებული ენებით, განსხვავებული მათემატიკით, განსხვავებული ლოგიკით. ზოგადი ფარდობითობა არის დეტერმინისტული. იგი ამბობს, რომ თუ თქვენ იცით საწყისი პირობები, თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ მომავალი ზუსტად. კვანტური მექანიკა არის ალბათური. იგი ამბობს, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ მხოლოდ ალბათობები, არა ზუსტი შედეგები. და შავი ხვრელები არიან ზუსტად ის ადგილი, სადაც ეს ორი თეორია ხვდებიან. ჰორიზონტზე, სადაც გრავიტაცია ხდება უსასრულოდ ძლიერი და სადაც კვანტური ეფექტები ხდებიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენი თეორიები იძლევიან განსხვავებულ პასუხებს. ზოგადი ფარდობითობა ამბობს, არაფერი არ შეიძლება გამოვიდეს. კვანტური მექანიკა ამბობს, ნაწილაკები შეიძლება გამოვიდნენ. ჰოკინგმა აჩვენა, რომ კვანტური მექანიკა იგებს, შავი ხვრელები ასხივებენ. მაგრამ აქ არის პრობლემა. ჰოკინგის გამოთვლები არ არის სრული თეორია. ისინი არის აპროქსიმაცია, მიახლოება, რომელიც მუშაობს გარკვეულ პირობებში, მაგრამ იშლება სხვებში. რათა ნამდვილად გავიგოთ, რა ხდება შავი ხვრელის ჰორიზონტზე, ჩვენ გვჭირდება რაღაც, რაც ჯერ არ გვაქვს. კვანტური გრავიტაციის თეორია. თეორია, რომელიც აერთიანებს ზოგად ფარდობითობას და კვანტურ მექანიკას ერთ თანმიმდევრულ ჩარჩოში. ფიზიკოსები მუშაობენ ამ თეორიაზე 10 წლეულების განმავლობაში. არსებობს კანდიდატები, სიმების თეორია, მარკუჟოვანი კვანტური გრავიტაცია, სხვა მიდგომები. მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის სრულად შემუშავებული. არც ერთი არ არის ექსპერიმენტულად გამოცდილი. ჩვენ ვართ როგორც მე-19 საუკუნის ქიმიკოსები, რომლებიც იცოდნენ, რომ ატომები არსებობენ, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ მუშაობენ ისინი. ან როგორც ასტრონომები ნიუტონის დროს, რომლებიც იცოდნენ, რომ პლანეტები მოძრაობენ, მაგრამ არ იცოდნენ რატო. ასე რომ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ შავი ხვრელები აორთქლებიან, ჩვენ ვამბობთ, ჩვენი საუკეთესო თეორიები, ჩვენი საუკეთესო მათემატიკა, ჩვენი საუკეთესო გაგება ფიზიკისა, ყველა ეს მიუთითებს ამ დასკვნაზე. მაგრამ ჩვენ ასევე ვაღიარებთ, ჩვენ არ ვიცით ყველაფერი, ჩვენ არ გვაქვს სრული სურათი. და შესაძლოა, როცა ჩვენ საბოლოოდ შევიმუშავებთ კვანტური გრავიტაციის თეორიას, ჩვენ არ მოვაჩენთ რაღაც ახალს, რაღაც მოულოდნელს, რაღაც, რაც შეცვლის ჩვენს გაგებას. ეს არის მეცნიერების სილამაზე და ძალა. ეს არ არის დოგმა, ეს არ არის რწმენა. ეს არის პროცესი. პროცესი კითხვისა, ტესტირებისა, შესწორებისა, გაუმჯობესებისა. ყოველი თეორია არის დროებითი. არა იმ გაგებით, რომ იგი არასწორია, არამედ იმ გაგებით, რომ იგი არის საუკეთესო აღწერა, რაც ჩვენ ამჟამად გვაქვს და რომ მომავალში ჩვენ შეიძლება ვიპოვოთ უკეთესი. ნიუტონის გრავიტაციის თეორია არ იყო არასწორი. იგი უბრალოდ იყო არასრული. იგი მუშაობდა შესანიშნავად ყოველდღიურ სიტუაციებში, მაგრამ იშლებოდა უკიდურეს პირობებში, ძალიან მაღალ სიჩქარეებზე, ძალიან ძლიერ გრავიტაციულ ველებში. ეინშტეინის თეორიამ არ ჩაანაცვლა ნიუტონის თეორია. იგი გააფართოვა. იგი აჩვენა, რომ ნიუტონის კანონები არის სპეციალური შემთხვევა, უფრო ზოგადი თეორიისა. და ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეინშტეინის თეორიაც არის არასრული. იგი იშლება სინგულარობებში. იგი არ თავსდება კვანტურ მექანიკასთან. მომავალი თეორია არ ჩაანაცვლებს ეინშტეინს. იგი გააფართოვებს მას. მას აჩვენებს, რომ ფარდობითობა არის სპეციალური შემთხვევა რაღაც უფრო ღრმისა. ეს არის ის, რაც ხდება, როცა ჩვენ ვაღწევთ ჩვენი ცოდნის საზღვრებს. ჩვენ ხედავთ არა კედელს, არამედ ჰორიზონტს. ხაზს, რომელიც ყოველთვის არის იქ, მაგრამ რომელიც ყოველთვის მოძრაობს, როცა ჩვენ მიუახლოვდებით მას. ყოველი პასუხი წარმოშობს ახალ კითხვებს, ყოველი აღმოჩენა ხსნის ახალ საიდუმლოებებს. და ეს არის არა სისუსტე, ეს არის ძალა. ეს არის ის, რაც ინარჩუნებს მეცნიერებას ცოცხალს, დინამიურს, პროგრესულს. ახლა დაუბრუნდეთ იმ უზარმაზარ დროის მასშტაბებს, რომლებზეც ვსაუბრობდით. 10 ხელმწიფე 100 წელი. დრო, რომელიც სჭირდება ბოლო სუპერმასიურ შავ ხვრელებს აორთქლებისთვის. როგორ შეგვიძლია ვიფიქროთ ასეთ რიცხვებზე ვებზე? როგორ შეგვიძლია მივცეთ მათ მნიშვნელობა? 1,3,8,10 ხელმწიფე 10 წელი. ეხლა შევადაროთ ეს 10 ხელმწიფე 100 წელს. დროს, რომელიც სჭირდება სუპერმასიურ შავ ხვრელს აორთქლებისთვის. სხვაობა არის ფაქტორი 10 ხელმწიფე 89. ეს ნიშნავს, რომ თუ სამყაროს ამჟამინდელი ასაკი იყო 1 წამი, მაშინ შავი ხვრელის სიცოცხლის ხაუწყლის ხანგრძლივობა იქნებოდა არ არსებობს ანალოგია, არ არსებობს შედარება. ეს არის რიცხვი, რომელიც აღემატება ყველა ადამიანურ გამოცდილებას. მაგრამ აქ არის კიდევ უფრო შოკის მომგვრელი რამ. ეს არ არის უდიდესი დროის მასშტაბი, რომელზეც ფიზიკოსები საუბრობენ. არსებობს თეორიები, რომლებიც პროგნოზირებენ მოვლენებს, რომლებიც მოხდებიან 10 ხელმწიფე 46 წელში. ეს არის 10 აწეული ხარისხში 10 ხელმწიფე 46. ეს არის რიცხვი ისეთი დიდი, რომ თუ თქვენ დაწერდით მას ჩვეულებრივი ნოტაციით, ნულების რაოდენობა იქნებოდა უფრო მეტი,
ვიდრე ატომების რაოდენობა ხილულ სამყაროში. ასეთ დროის მასშტაბებზე თუნდაც ყველაზე სტაბილური სტრუქტურები ხდებიან დროებითი. პროტონები შეიძლება დაიშალონ, ნეიტრონები შეიძლება დაიშალონ. თუნდაც ვაკუუმი, ცარიელი სივრცე შეიძლება არ იყოს სტაბილური. არსებობს თეორიები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი ვაკუუმი შეიძლება იყოს ცრუ ვაკუუმი, მდგომარეობა, რომელიც ჩანს სტაბილურად, მაგრამ სინამდვილეში არის მეტასტაბილური, როგორც ზეგაციებული წყალი. და ერთხელ, შორეულ მომავალში, იგი შეიძლება დაეცეს უფრო დაბალ ენერგიულ მდგომარეობაში, ტრანზიცია, რომელიც გავრცელდებოდა სინათლის სიჩქარით და განადგურებდა ყველაფერს თავის გზაზე. ეს არის სპეკულაცია, რა თქმა უნდა. ჩვენ არ ვიცით, მოხდება თუ არა ეს. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ჩვენი ვაკუუმი ნამდვილად მეტასტაბილური. მაგრამ თუნდაც ეს იდეების არსებობა აჩვენებს რაღაცას ფუნდამენტურს. არაფერი არ არის გარანტირებული. არაფერი არ არის აბსოლუტურად სტაბილური. არაფერი არ არის მარადიული. და ეს გვიბიძგებს უფრო ღრმა კითხვისკენ. რას ნიშნავს მარადიული? როცა ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც არის მარადიული, ჩვენ გულისხმობთ, რომ იგი არსებობს ყოველთვის, რომ მას არ აქვს დასაწყისი და არ აქვს დასასრული. მაგრამ ფიზიკაში ჩვენ ვიცით, რომ დრო თავად არ არის აბსოლუტური. დრო არის ნაწილი სივრცე დროისა, ოთხგანზომილებიანი ქსოვილისა, რომელიც შეიძლება იხრებოდეს, იწელებოდეს, თუნდაც დაიწყოს ან დამთავრდეს. ჩვენი სამყარო, როგორც ჩვენ ვიცით, დაიწყო დაახლოებით 13 მილიარდ 800 მილიონი წლის წინ, მოვლენაში, რომელსაც ჩვენ უწოდებთ დიდ აფეთქებას. მაგრამ რა იყო მანამდე? ეს კითხვა შეიძლება არ იყოს აზრიანი. თუ დრო თავად დაიწყო დიდ აფეთქებაში, მაშინ არ არსებობს მანამდე. ეს არის როგორც კითხვა, რა არის ჩრდილოეთით ჩრდილოეთ პოლუსიდან? კითხვა, რომელიც გრამატიკულად სწორია, მაგრამ არ აქვს პასუხი, რადგან იგი ეფუძნება არასწორ დაშვებას. მაგრამ ზოგიერთი თეორია ამბობს, რომ შეიძლება იყოს რაღაც მანამდე. შეიძლება ჩვენი სამყარო არის ერთი ციკლი უსასრულო თანმიმდევრობაში. სამყარო, რომელიც ფართოვდება, შემდეგ იკუმშება, შემდეგ ისევ ფართოვდება, მარადიულ რიტმში. ან შეიძლება ჩვენი სამყარო არის ერთი ბუშტი მულტივერსში, უსასრულო ზღვა სამყაროებისა, რომელთაგან თითოეული აქვს საკუთარი ფიზიკის კანონები, საკუთარი კონსტანტები, საკუთარი ისტორია. ეს იდეები არის ფასცინაციური, მაგრამ ისინი ასევე არიან პრობლემატური. როგორ შეგვიძლია გამოვცადოთ რაღაც, რაც არის ჩვენი სამყაროს მიღმა? როგორ შეგვიძლია დავაფიქსიროთ სხვა სამყარო თუ არაფერი, არც სინათლე, არც ინფორმაცია, არც გავლენა? არ შეიძლება გადაკვეთოს საზღვარი მათ შორის. ზოგიერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ ეს იდეები არ არის მეცნიერება. ისინი არის მეტაფიზიკა, სპეკულაცია, რომელიც არ შეიძლება გამოცდილი იყოს და შესაბამისად არ არის ნაწილი მეცნიერებისა. მაგრამ სხვები ამბობენ, რომ ეს არის ძალიან ვიწრო ხედვა მეცნიერებისა. მეცნიერება არ არის მხოლოდ ექსპერიმენტები და დაკვირვებები. ეს არის ასევე თეორიები, მოდელები, მათემატიკური სტრუქტურები, რომლებიც ეხმარება ჩვენ გავიგოთ რეალობა. და თუ თეორია აკეთებს პროგნოზებს, რომლებიც შეიძლება გამოცდილი იყოს, თუნდაც არაპირდაპირ, მაშინ იგი არის მეცნიერება. მულტივერსის ზოგიერთი ვერსია აკეთებს ასეთ პროგნოზებს. მაგალითად, თუ სამყაროები იბადებიან კვანტური რყევებიდან ინფლაციის დროს, მაშინ ჩვენ უნდა ვიხილოთ გარკვეული პატერნები კოსმოსურ მიკროტალღურ ფონულ გამოსხივებაშიებაში. პატერნები, რომლებიც შეიძლება გამოცდილი იყოს. ასე რომ კითხვა, რა არის მარადიული, რჩება ღია. შეიძლება არაფერი არ არის მარადიული, არც სამყარო, არც დრო, არც სივრცე. ან სივრცე, ან შეიძლება რაღაც უფრო ფუნდამენტური არის მარადიული. არა ობიექტები, არა სტრუქტურები, არამედ კანონები, პრინციპები, მათემატიკური ურთიერთობები, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორ მუშაობს რეალობა. ეს გვიბიძგებს კიდევ უფრო ღრმა კითხვისკენ. რატომ არსებობს რაიმე? რატომ არის სამყარო, ვარსკვლავები, პლანეტები, სიცოცხლე, ცნობიერება? რატომ არ არის უბრალოდ არარაობა? სრული, აბსოლუტური არარაობა. ეს არის კითხვა, რომელზეც ფიზიკა ვერ პასუხობს. ფიზიკა შეუძლია გვითხრას, როგორ მუშაობს სამყარო, როგორ ვითარდება იგი, რა კანონებს ემორჩილება იგი. მაგრამ ფიზიკა ვერ გვეტყვის, რატომ არსებობენ ეს კანონები, რატომ არის ეს კონსტანტები ზუსტად ისეთი, როგორიც არიან, რატომ არის რაიმე, ვიდრე არაფერი. ზოგიერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ ეს კითხვა არ აქვს პასუხი, რომ არსებობა არის ბრუტალური ფაქტი, რაღაც, რაც უბრალოდ არის, გარეშე ახსნისა, გარეშე მიზეზისა. სხვები ამბობენ, რომ უნდა არსებობდეს ახსნა, რომ არაფერი არ შეიძლება იყოს უმიზეზო, რომ ყველაფერს უნდა გქონდეს საფუძველი. მაგრამ თუ ყველაფერს სჭირდება ახსნა, მაშინ რა ხსნის ამ ახსნას და რა ხსნის იმას? ეს არის უსასრულო რეგრესია, ჯაჯვი, რომელიც არასოდეს მთავრდება. ერთი გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად არის იდეა, რომ რეალობა არის თვითახსნადი,
რომ იგი შეიცავს საკუთარ ახსნას საკუთარ თავში. ეს ჟღერს მისტიკურად, მაგრამ არსებობს მათემატიკური ვერსიები ამ იდეისა. მაგალითად, ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, რომ სამყარო შეიძლება იყოს თვითშემქმნელი, რომ კვანტური ეფექტები საშუალებას აძლევენ სამყაროს შექმნას საკუთარი თავი, ჩამოყალიბდეს არარაობიდან კვანტური ტუნელირების გზით. ეს იდეა ეფუძნება ერთ უცნაურ ასპექტს კვანტური მექანიკისა. ვაკუუმი არ არის არარაობა. ვაკუუმი არის რაღაც, მდგომარეობა მინიმალური ენერგიისა, მაგრამ არა ნულოვანი ენერგიისა, ნერგიისა. და ამ ვაკუუმიდან კვანტური რკევების გზით შეიძლება წარმოიქმნას ნაწილაკები, ველები, თუნდაც მთელი სამყაროები. ეს არ არის შექმნა არარაობიდან, ეს არის ტრანსფორმაცია ერთი ფორმის ენერგიისა მეორეში. მაგრამ აქ არის პრობლემა. საიდან მოდის ვაკუუმი? თუ ვაკუუმი არის რაღაც, მაშინ იგი თავად საჭიროებს ახსნას. და ჩვენ ვბრუნდებით იმავე კითხვაზე. რატომ არის რაიმე ვიდრე არაფერი? შეიძლება ეს კითხვა არ აქვს პასუხი. შეიძლება ჩვენ ვაღწევთ ფუნდამენტურ ლიმიტს. არა ჩვენი ტექნოლოგიის ლიმიტს, არა ჩვენი ინტელექტის ლიმიტს, არამედ ლიმიტს იმისა, რაც შეიძლება ცოდნა იყოს. შეიძლება არსებობენ კითხვები, რომლებიც პრინციპულად არ შეიძლება იყოს პასუხგაცემული. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ჭკვიანები, არამედ იმიტომ, რომ თავად კითხვები არის არასწორად ფორმულირებული, ეფუძნებიან არასწორ დაშვებებს, ცდილობენ გამოიყენონ ცნებები იქ, ისინაც ისინი არ გამოიყენებიან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ კითხვა. პირიქით, კითხვა არის ის, რაც ინარჩუნებს ჩვენ ადამიანებად. ცნობის მოყვარეობა არის ის, რაც გვაყენებს ჩვენ განსხვავებულად. ჩვენ ვართ ერთადერთი სახეობა, რომელიც ვიცით, რომელიც ცდილობს გაიგოს სამყარო. არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არა მხოლოდ რეპროდუქციისთვის, არამედ გაგებისთვის თავისთავად. და აქ არის საოცარი პარადოქსი. ჩვენ ადამიანები ვართ წუთისოფელი. ჩვენი სიცოცხლე გრძელდება დაახლოებით 80 წელი, თუ არ იღბლიანები. ეს არის 1,2 ხელმწიფე 9 წამი. შეადარეთ ეს 10 ხელმწიფე 100 წელს, დროს რომელიც ჭირდება შავხრელს აორთქლებისთვის. ჩვენი სიცოცხლე არის უსასრულოდ მოკლე, ფლეში კოსმიკურ დროის მასშტაბზე. მაგრამ ამ მოკლე დროში ჩვენ შევძელით გაგება იმისა, რაც ხდება 10 ხელმწიფე 100 წელში. ჩვენ შევძელით გამოთვლა, როგორ კვდებიან შავი ხვრელები, როგორ ვითარდება სამყარო, რა მოხდება შორეულ მომავალში, როცა ჩვენი სახეობა, ჩვენი პლანეტა, ჩვენი ვარსკვლავი, ჩვენი გალაქტიკა, ყველა ეს დიდი ხნის წინ გაქრება. ჩვენ წუთისოფელი არსებები შევძელით გავხედოთ მარადიულობაში და ვიხილოთ მისი ფორმა. ეს არის შეიძლება ყველაზე საოცარი რამ ადამიანის გონების შესახებ. ჩვენ არ ვართ შეზღუდული ჩვენი უშუალო გამოცდილებით. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზე, რაც არასოდეს ვნახავთ, რაც არასოდეს განვიცდით, რაც არასოდეს შეგვეხება. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ სამყარო არა მხოლოდ როგორც იგი არის ახლა, არამედ როგორც იგი იყო წარსულში და როგორც იგი იქნება მომავალში. ჩვენ შეგვიძლია ვივიხილოთ პატერნები, კანონები, პრინციპები, რომლებიც მოქმედებენ ყველა დროში, ყველა ადგილას. და ეს გვეუბნება რაღაცას ღრმას, ჩუმას ჩვენი ადგილის შესახებ სამყაროში. ჩვენ არ ვართ მხოლოდ დამკვირვებლები, ჩვენ არ ვართ მხოლოდ პროდუქტები ევოლუციისა, შემთხვევითი კომბინაციები ატომებისა, რომლებიც დროებით არსებობენ და შემდეგ ქრებიან. ჩვენ ვართ ნაწილი სამყაროსი, რომელიც ცდილობს გაიგოს საკუთარი თავი. ჩვენ ვართ გზა, რომლითაც სამყარო ხდება ცნობიერი საკუთარი არსებობისა. კალ საგანმა თქვა: ჩვენ ვართ გზა კოსმოსისთვის, რომ იცოდეს საკუთარი თავის შესახებ. ეს არ არის მხოლოდ პოეტური მეტაფორა, ეს არის ღრმა ჭეშმარიტება. ატომები, რომლებიც ქმნიან ჩვენს სხეულებს, წარმოიქმნენ ვარსკვლავების ბილთვებში. ნახშირბადი ჩვენს უჯრედებში, კალციუმი ჩვენს ძვლებში, რკინა ჩვენს სისხლში, ყველა ეს ელემენტი შეიქმნა ბირთვული შერწყმის გზით ვარსკვლავებში, რომლებიც ცხოვრობდნენ და კვდებოდნენ მილიარდობით წლის წინ. ჩვენ ვართ სიტყვასიტყვით ვარსკვლავური მტვერი, მატერია, რომელიც გაიარა ციკლები, დაბადებისა და სიკვდილისა, შექმნისა და განადგურებისა, ტრანსფორმაციისა და რეგენერაციისა. და ახლა ამ მოკლე მომენტში კოსმიკურ ისტორიაში ეს ვარსკვლავური მტვერი ორგანიზდა ისეთი რთული ფორმით, რომ მას შეუძლია ფიქრი, გრძნობა, გაგება. ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ უკან დროში და ვიხილოთ ჩვენი წარმოშობა. ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ წინ და ვიხილოთ ჩვენი ბედი. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომ ჩვენ ვართ დროებითი, რომ ჩვენი სახეობა, ჩვენი ცილობაა, ჩვენი ცივილიზაცია, ჩვენი პლანეტა, ყველა ეს ერთხელ გაქრება. მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია გავიგოთ, რომ ეს არ არის ტრაგედია, ეს არის უბრალოდ ბუნება რეალობისა. შავი ხვრელები კვდებიან, ვარსკვლავები კვდებიან, გალაქტიკები კვდებიან, სამყაროები კვდებიან და ჩვენც კვდებით, როგორც ინდივიდები, როგორც სახეობა, როგორც ცივილიზაცია.
მაგრამ სიკვდილი არ არის დასასრული. ეს არის ტრანსფორმაცია. ატომები, რომლებიც ქმნიან ჩვენ სხეულებს, არ გაქრებიან. ისინი გადავლენ სხვა ფორმებში, გახდებიან ნაწილი სხვა სტრუქტურებისა, სხვა ორგანიზმებისა, სხვა პროცესებისა და იდეები, რომლებიც ჩვენ გვქნით, ცოდნა, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ, გაგება, რომელსაც ჩვენ ვაღწევთ. ეს ყველაფერი რჩება. არა მარადიულად, არაფერი არ არის მარადიული, მაგრამ იგი რჩება უფრო დიდხანს, ვიდრე ჩვენი ინდივიდუალური სიცოცხლე. იგი გადაეცემა შემდეგ თაობას, შემდეგს. იგი ხდება ნაწილი კოლექტიური ცოდნისა, კოლექტიური გაგებისა, კოლექტიური ცნობიერებისა. და ეს არის შეიძლება ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა როგორც სახეობისა. ჩვენ შევქმენით გზა ცოდნის შენარჩუნებისა და გადაცემისა, რომელიც აღემატება ინდივიდუალურ სიცოცხლეს. წიგნები, ბიბლიოთეკები, უნივერსიტეტები, ინტერნეტი, ყველა ეს არის ინსტრუმენტები ცოდნის შენარჩუნებისა. და მეცნიერება არის პროცესი, რომლითაც ეს ცოდნა იზრდება, გაუმჯობესდება, ხდება უფრო ზუსტი, უფრო სრული, უფრო ღრმა. ახლა ამ მომენტში ჩვენ ვიცით უფრო მეტი სამყაროს შესახებ, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს ადამიანის ისტორიაში. ჩვენ ვიცით, როგორ დაიწყო სამყარო, ჩვენ ვიცით, როგორ ვითარდება იგი. ჩვენ ვიცით, რა არის ვარსკვლავები, რა არის გალაქტიკები, რა არის შავი ხვრელები. ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობს სიცოცხლე, როგორ ვითარდება იგი, როგორ ქმნის იგი სირთულეს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ არ ვართ ცენტრი სამყაროსი. ჩვენ ვართ პატარა პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს ჩვეულებრივი ვარსკვლავის გარშემო, ჩვეულებრივ გალაქტიკაში, სამყაროში, რომელიც შეიცავს ტრილიონობით გალაქტიკას. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებული. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ცენტრი, არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უნიკალური, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ცნობიერი. იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ. იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ, რატომ და ვეძებოთ პასუხები. და ეს არის ის, რაც აძლევს მნიშვნელობას ჩვენს არსებობას. არა მარადიულობა. ჩვენ არ ვართ მარადიული. არა ძალა, ჩვენ არ ვართ ძლიერი. არა ზომა, ჩვენ ვართ წუთი სოფელი პატარა. არამედ გაგება. ჩვენ ვართ ნაწილი სამყაროსი, რომელიც ცდილობს გაიგოს საკუთარი თავი. და ეს არის შეიძლება ყველაზე საოცარი რამ, რაც ოდესმე მოხდა ამ სამყაროში. შავი ხვრელები გვდებიან, მაგრამ სანამ ისინი გვდებიან, ისინი გვეუბნებიან რაღაცას ფუნდამენტურს რეალობის ბუნების შესახებ. ისინი გვეუბნებიან, რომ არაფერია მარადიული, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, რომ სამყარო არის არა სტატიკური, არამედ დინამიური, ადგილი, სადაც ყველაფერი იცვლება, ვითარდება, ტრანსფორმირდება. და ეს არის არა პესიმისტური მესიჯი, ეს არის რეალისტური. ეს არის მიღება იმისა, რაც არის. და ამ მიღებაში ჩვენ პოულობთ არა სასოწარკვეთას, არამედ თავისუფლებას. თავისუფლებას ვიცხოვროთ სრულად, ვიცოდეთ ღრმად, ვიყოთ ნაწილი ამ უზარმაზარი, საოცარი, დროებითი, მაგრამ ულამაზესი პროცესისარას, რომელსაც ჩვენ უწოდებთ არსებობას. დაუბრუნდეთ იმ მომენტს, საიდანაც დავიწყეთ. ეხლა ამ წამში თქვენი სხეული კარგავს დაახლოებით 90 მილიონ უჯრედს. ისინი გვდებიან, იშლებიან, ქრებიან. მაგრამ ეხლა თქვენ იცით რაღაც, რაც არ იცოდით დასაწყისში. ეს პროცესი, დაბადება, სიკვდილი, ტრანსფორმაცია არ არის შეზღუდული თქვენი სხეულით. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა მასშტაბზე, ყველა დონეზე, ყველა ადგილას სამყაროში. უჯრედები გვდებიან, ადამიანები გვდებიან, ვარსკვლავები გვდებიან, გალაქტიკები გვდებიან, დებიან. და ეხლა ჩვენ ვიცით, შავი ხვრელებიც გვდებიან. თუნდაც ის ობიექტები, რომლებიც ჩანდნენ სიკვდილის განსახიერებად, თუნდაც ის ძალები, რომლებიც ჩანდნენ დაუმარცხებლად, თუნდაც ის სტრუქტურები, რომლებიც ჩანდნენ მარადიულად, ყველა ეს დროებითია. ყველა ეს ექვემდებარება იმავე კანონს. ყველაფერი, რაც იბადება, ერთხელ დაქრება. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც შესაძლოა გაგიჩნდათ ამ მოგზაურობის განმავლობაში. რა მნიშვნელობა აქვს ამას? თუ ყველაფერი გვდება, თუ ყველაფერი ქრება, თუ საბოლოოდ სამყარო გახდება ცივი, ცარიელი, მკვდარი, რა აზრი აქვს რაიმეს? რა აზრი აქვს ცხოვრებას, შექმნას, ცოდნას, სიყვარულს, თუ ყველაფერი საბოლოოდ დაიკარგება? ეს არის ძველი კითხვა. კითხვა, რომელსაც ფილოსოფოსები სვამდნენ ათასობით წლის განმავლობაში. და არსებობს ორი ძირითადი პასუხი. პირველი ამბობს, თუ ყველაფერი დროებითია, მაშინ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ნიჰილიზმი. ხედვა, რომ არსებობა არის უაზრო, რომ ჩვენი ცხოვრება არის მხოლოდ მოკლე ფლეში შუქისა ბნელეთის უსასრულო ოკეანეში, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საბოლოოდ არის უშედეგო. მაგრამ არსებობს მეორე პასუხი. იგი ამბობს, სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი დროებითია, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი დრო შეზღუდულია, ყოველი მომენტი ხდება ძვირფასი. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ გაგრძელდება მარადიულად,
ჩვენ ვაფასებთ მას ახლა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ უსასრულო დრო. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, ნახოთ ყველაფერი, ისწავლოთ ყველაფერი. არა ხვალ, არა მომავალ წელს, არამედ ნებისმიერ დროს, რადგან დრო არასოდეს მთავრდება. რა მოხდება? სავარაუდოდ თქვენ გადადეთ ყველაფერს. რატო უნდა გააკეთოთ რაიმე დღეს, როცა შეგიძლიათ გააკეთოთ იგი ხვალ? რატო უნდა ისწავლოთ რაიმე ახლა, როცა შეგიძლიათ ისწავლოთ იგი მომავალ საუკუნეში? რატო უნდა შეიყვაროთ ვინმე ამ მომენტში, როცა გაქვთ უსასრულო მომენტები წინ? მაგრამ როცა დრო შეზღუდულია, ყველაფერი იცვლება. უცებ ყოველი არჩევანი ხდება მნიშვნელოვანი. ყოველი მომენტი ხდება უნიკალური. ყოველი გამოცდილება ხდება ძვირფასი. არა იმიტომ, რომ იგი გაგრძელდება მარადიულად, არამედ სწორედ იმიტომ, რომ იგი არ გაგრძელდება. იაპონურ კულტურაში არსებობს კონცეფცია, რომელსაც mono no avare ეწოდება. ნივთების დროებითობის პათოსი. ეს არის იდეა, რომ სილამაზე მდგომარეობს არა მარადიულობაში, არამედ დროებითობაში. ყვავილი არის ლამაზი არა იმიტომ, რომ იგი გაგრძელდება მარადიულად, არამედ იმიტომ, რომ იგი გაქრება. მზის ჩასვლა არის ლამაზი არა იმიტომ, რომ იგი დარჩება, არამედ იმიტომ, რომ იგი გაივლის. ცხოვრება არის ძვირფასი არა იმიტომ, რომ იგი უსასრულოა, არამედ იმიტომ, რომ იგი მოკლეა. და ეს არის ის, რასაც შავი ხვრელების სიკვდილი გვასწავლის. ისინი გვეუბნებიან, რომ დროებითობა არ არის ხარვეზი, ეს არის თვისება. ეს არის არა რაღაც, რაც უნდა დავძლიოთ, არამედ რაღაც, რაც უნდა მივიღოთ. და მივიღოთ. ეს არის არა ტრაგედია, არამედ რეალობა. მაგრამ აქ არის კიდევ უფრო ღრმა ჭეშმარიტება. დროებითობა არ ნიშნავს უაზრობას. პირიქით, დროებითობა ქმნის მნიშვნელობას. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც არაფერი არ იცვლება, სადაც არაფერი არ იბადება და არაფერი არ კვდება, სადაც ყველაფერი რჩება იგივე მარადიულად. ასეთ სამყაროში არაფერი არ მოხდებოდა. არ იქნებოდა ისტორია, არ იქნებოდა ევოლუცია, არ იქნებოდა პროგრესი, არ იქნებოდა სიცოცხლე, რადგან სიცოცხლე არის პროცესი, პროცესი ცვლილებისა, ზრდისა, ადაპტაციისა. სიკვდილი არ არის სიცოცხლის საპირისპირო, ეს არის სიცოცხლის ნაწილი. გარეშე სიკვდილისა არ იქნებოდა სიცოცხლე, გარეშე დასასრულისა არ იქნებოდა დასაწყისი, გარეშე ტრანსფორმაციისა არ იქნებოდა შექმნა. ყველაფერი რაც ლამაზია, ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია, ყველაფერი რაც ღირებულია, ყველა ეს არსებობს იმიტომ, რომ სამყარო არის დინამიური, არა სტატიკური. და აქ ჩვენ აღწევთ რაღაცას პარადოქსულს. შავი ხვრელები, რომლებიც ჩანდნენ სიკვდილის განსახიერებად, სინამდვილეში არიან სიცოცხლის ნაწილი. ისინი არიან ნაწილი ციკლისა, ლისა, ციკლისა დაბადებისა და სიკვდილისა, შექმნისა და განადგურებისა, წესრიგისა და ქაოსისა. ვარსკვლავი კვდება და ქმნის შავ ხვრელს. შავი ხვრელი იზრდება, შთანთქავს მატერიას, ასხივებს ენერგიას. და საბოლოოდ მილიარდობით წლის შემდეგ იგი აორთქლდება, აბრუნებს თავის ენერგიას სამყაროს. და ეს ენერგია შესაძლოა ერთხელ გახდება ნაწილი ახალი ვარსკვლავისა, ახალი პლანეტისა, ახალი სიცოცხლისა. ეს არის ის, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ კოსმიკურ ციკლს. იდეას, რომ მატერია და ენერგია მუდმივად ტრანსფორმირდება, მუდმივად გადის ერთი ფორმიდან მეორეში, მუდმივად იქმნება და იშლება და ისევ იქმნება. არაფერი არ იკარგება, ყველაფერი უბრალოდ იცვლება. ატომები, რომლებიც ახლა არიან თქვენ სხეულში, ოდესღაც იქმნენ ვარსკვლავებში. და ერთხელ მილიონობით წლის შემდეგ ისინი იქნებიან სხვა ადგილას, სხვა ფორმაში, ნაწილი სხვა ისტორიისა. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით. რაღაც, რაც რჩება საიდუმლოდ, მიუხედავად ყველა ჩვენი ცოდნისა, ყველა ჩვენი გაგებისა, ყველა ჩვენი მათემატიკისა. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს რაიმე. ჩვენ არ ვიცით, რატომ არის სამყარო, ვარსკვლავები, პლანეტები, სიცოცხლე, ცნობიერება. ჩვენ არ ვიცით, რატომ არის ფიზიკის კანონები ზუსტად ისეთი, როგორიც არიან. რატომ არის გრავიტაცია ისეთი ძლიერი, როგორიც არის. რატომ არის ელექტრონის მუხტი ზუსტად ისეთი, როგორიც არის. რატომ არის სინათლის სიჩქარე ზუსტად 300,000 კილომეტრი-წამში. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, რომ ეს კონსტანტები არის შემთხვევითი, რომ ჩვენი სამყარო არის მხოლოდ ერთი მულტივერსში, სადაც თითოეულ სამყაროს აქვს განსხვავებული კონსტანტები. და ჩვენ ვართ ამ სამყაროში უბრალოდ იმიტომ, რომ ეს კონსტანტები საშუალებას აძლევენ სიცოცხლეს არსებობას. ეს არის ანთროპული პრინციპი. იდეა, რომ სამყარო ჩანს მორგებულად, სიცოცხლისთვის არა იმიტომ, რომ იგი იყო დიზაინირებული ასე, არამედ იმიტომ, რომ მხოლოდ ასეთ სამყაროში შეიძლება არსებობდნენ დამკვირვებლები, რომლებიც დაუსვამდნენ ამ კითხვას. სხვები ამბობენ, რომ უნდა არსებობდეს ღრმა მიზეზი, რომ ეს კონსტანტები არ არის შემთხვევითი, არამედ არის შედეგი რაღაც უფრო ფუნდამენტურისა, რაღაც, რასაც ჩვენ ჯერ არ გვიგია. შესაძლოა არსებობს საბოლოო თეორია, ყველაფრის თეორია, რომელიც ახსნის, რატო არის ფიზიკის კანონები ზუსტად ისეთი, როგორიც არიან.
შესაძლოა ეს თეორია აჩვენებს, რომ ჩვენი სამყარო არის ერთადერთი შესაძლო სამყარო, რომ კონსტანტები არ შეიძლება იყოს განსხვავებული, რადგან მათემატიკა, რომელიც აღწერს რეალობას, დაშვებს მხოლოდ ერთ გადაწყვეტას. მაგრამ ჩვენ არ ვიცით. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი რამ მეცნიერების შესახებ. იგი არ ბოძებს ყველა პასუხს. იგი ტოვებს ზოგიერთ კითხვას ღიად. იგი აღიარებს, რომ არსებობენ საზღვრები იმისა, რაც ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ. არა დროებითი საზღვრები, რომლებიც გაქრება, როცა ჩვენი ტექნოლოგია გაუმჯობესდება. არამედ შესაძლოა ფუნდამენტური საზღვრები, რომლებიც არის ჩაშენებული თავად ცოდნის ბუნებაში. და ეს არის კარგი, ეს არის ჯანსაღი, ეს არის ჭეშმარიტი. რადგან თუ ჩვენ იცოდით ყველაფერს, თუ ჩვენ ფერს, თუ ჩვენ გქონდა ყველა პასუხი, თუ აღარ დარჩებოდა საიდუმლოებები, რა აზრი ექნებოდა გაგრძელებას, რა აზრი ექნებოდა კითხვას, რა აზრი ექნებოდა ძიებას. საიდუმლოებები არის ის, რაც ინარჩუნებს ჩვენ ცოცხალს, არა ბიოლოგიურად, არამედ ინტელექტუალურად, სულიერად. ისინი არიან ის, რაც გვაიდულებს გავიხედოთ ზევით, გავიხედოთ გარეთ, გავიხედოთ შიგნით. ისინი არიან ის, რაც გვაიდულებს ვიკითხოთ რატო, როგორ და რა თუ. ისინი არიან ის, რაც ქმნის მეცნიერებას, ხელოვნებას, ფილოსოფიას, რელიგიას. კველიგიას ყველა ამ სხვადასხვა გზას, რომლითაც ადამიანები ცდილობენ გაიგონ თავიანთი ადგილი სამყაროში. და შავი ხვრელები, ამ უცნაურ, ძლიერ, საიდუმლო ობიექტებში, ჩვენ ხედავთ ამ ძიების განსახიერებას. ისინი არიან ადგილები, სადაც ჩვენი თეორიები აღწევენ თავიანთ ლიმიტებს, სადაც ჩვენი გაგება იშლება, სადაც ჩვენ ვაღწევთ საზღვარს ცნობილისა და უცნობისში შორის. ისინი არიან ფანჯრები უფრო ღრმა რეალობაში, რეალობაში, რომელიც არის უცნაური, რთული, ლამაზი, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოვიდგენდით. და ეხლა, როცა ჩვენ ვიცით, რომ ისინი კვდებიან, ისინი გვეუბნებიან რაღაც კიდევ უფრო ღრმას. ისინი გვეუბნებიან, რომ არაფერია მარადიული. არც ძალა, არც სიდიდე, არც თუნდაც ის, რაც ჩანს დაუმარცხებლად. ისინი გვეუბნებიან, რომ სამყარო არის არა მანქანა, რომელიც მუშაობს მარადიულად, არამედ პროცესი. პროცესი, რომელსაც აქვს დასაწყისი და შესაძლოა აქვს დასასრული. მაგრამ რა არის ეს დასასრული? როცა ბოლო შავი ხვრელი აორთქლდება, როცა ბოლო ვარსკვლავი ჩაქრება, როცა სამყარო გახდება ცივი, ცარიელი, ბნელი, რა მოხდება შემდეგ? ეს არის კითხვა, რომელზეც ჩვენ არ გვაქვს პასუხი. შესაძლოა არაფერი. შესაძლოა სამყარო უბრალოდ გაგრძელდება მარადიულად ამ მდგომარეობაში. ცივი, ცარიელი, მკვდარი, სადაც არაფერი არ ხდება, სადაც არაფერი არ იცვლება, სადაც დრო თავად კარგავს მნიშვნელობას. ან შესაძლოა რაღაც ახალი დაიწყება. შესაძლოა კვანტური რკევები, რომლებიც არასოდეს არ წყდება, საბოლოოდ შექმნან ახალ სტრუქტურებს. შესაძლოა ახალი სამყაროები იბადებოდნენ ვაკუუმიდან, როგორც ბუშტები ქაფში. შესაძლოა ჩვენი სამყარო არის მხოლოდ ერთი ციკლი უსასრულო თანმიმდევრობაში. სამყაროები, რომლებიც იბადებიან, ვითარდებიან, კვდებიან და ისევ იბადებიან, მარადიულ რიტმში შექმნისა და განადგურებისა. ჩვენ არ ვიცით. და ეს კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არსებობს რაღაც აღსაჩენი, რაღაც გასაგები, რაღაც, რაც ელის ჩვენ ან ჩვენს შთამომავლებს შორეულ მომავალში. მაგრამ აქ არის ის, რაც ჩვენ ვიცით. ახლა ამ მომენტში ჩვენ ვართ აქ. ჩვენ ვარსებობთ. ჩვენ ვფიქრობთ, ვგრძნობთ, ვიცით. ჩვენ ვართ ნათნაწილი ამ უზარმაზარი, საოცარი, დროებითი, მაგრამ ულამაზესი პროცესისა, რომელსაც ჩვენ უწოდებთ სამყაროს. და ეს არის საკმარისი. ეს არის უფრო ვიდრე საკმარისი. ეს არის საოცარი. დაუბრუნდეთ იმ უჯრედებს, რომლებიც კვდებიან თქვენ სხეულში ამ წამში. 90 მილიონი უჯრედი. ისინი არ კვდებიან უაზროდ. ისინი კვდებიან, რათა თქვენ იცხოვროთ. ისინი იშლებიან, რათა მათი კომპონენტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი უჯრედების შესაქმნელად. ეს არის მსხვერპლი, მაგრამ ეს არის ასევე ტრანსფორმაცია. ეს არის არა დასასრული, არამედ გაგრძელება. და ასევეა შავი ხვრელებთან. როცა ისინი კვდებიან, ისინი არ ქრებიან უაზროდ. ისინი აბრუნებენ თავიანთ ენერგიას სამყაროს. ისინი ხდებიან ნაწილი ახალი ციკლისა, ახალი პროცესისა, ახალი შექმნისა. მათი სიკვდილი არის არა დასასრული, არამედ ტრანსფორმაცია. და ეს არის შესაძლოა ყველაზე ღრმა გაკვეთილი, რომელსაც შავი ხვრელები გვასწავლიან. სიკვდილი არ არის საპირისპირო სიცოცხლისა. სიკვდილი არის ნაწილი სიცოცხლისა. გარეშე სიკვდილისა არ იქნებოდა ცვლილება. გარეშე ცვლილებისა არ იქნებოდა ევოლუცია. გარეშე ევოლუციისა არ იქნებოდა სირთულე. გარეშე სირთულისა არ იქნებოდა ცნობიერება. გარეშე ცნობიერებისა არ იქნებოდა გაგება. და გაგება ეს არის ის, რაც აძლევს მნიშვნელობას ყველაფერს. არა მარადიულობა, არა ძალა, არა ზომა, არამედ გაგება. უნარი ვიხილოთ პატერნები, ვიპოვოთ კავშირები,
ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა. თქვენ, რომელიც ისმენთ ამ სიტყვებს ახლა, ხართ ნაწილი ამ პროცესისა. თქვენი ატომები წარმოიქმნენ ვარსკვლავებში. თქვენი ენერგია მოდის მზიდან. თქვენი ცნობიერება არის შედეგი მილიარდობით წლის ევოლუციისა. თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო ცდილობს გაიგოს საკუთარი თავი. და ეს არის არა პოეტური მეტაფორა, ეს არის სიმართლე. თქვენ ხართ ნაწილი სამყაროსი. არა გარედან, არა როგორც დამკვირვებელი, არამედ როგორც მონაწილე. თქვენი ფიქრები, თქვენი გრძნობები, თქვენი გამოცდილება, ყველა ეს არის ნაწილი სამყაროს გამოცდილებილებისა. როცა თქვენ უყურებთ ვარსკვლავებს, ეს არის სამყარო, რომელიც უყურებს საკუთარ თავს. როცა თქვენ ფიქრობთ შავი ხვრელების შესახებ, ეს არის სამყარო, რომელიც ფიქრობს საკუთარ თავზე. და ეს არის შესაძლოა ყველაზე საოცარი რამ ყველაფრის შესახებ. არა ის, რომ სამყარო არის დიდი, თუმცა იგი არის. არა ის, რომ იგი არის ძველი, თუმცა იგი არის. არა ის, რომ იგი არის რთული, თუმცა იგი არის. არამედ ის, რომ იგი არის ცნობიერი. რომ ნაწილი მისი, პატარა ნაწილი, დროებითი ნაწილი, მაგრამ მაინც ნაწილი, შეუძლია ფიქრი, გაგება. შავი ხვრელები კვდებიან, მაგრამ სანამ ისინი კვდებიან და ეს სანამ გრძელდება გუგოლებს წლებს, ისინი არსებობენ. ისინი ახრობენ სივრცე დროს. ისინი ქმნიან გრავიტაციულ ტალღებს. ისინი ასხივებენ ენერგიას. ისინი არიან ნაწილი კოსმიკური ცეკვისა მატერიისა და ენერგიისა, სივრცისა და დროისა, წესრიგისა და ქაოსისა. და ჩვენ წუთისოფელი არსებები პატარა პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს ჩვეულებრივი ვარსკვლავის გარშემო, შევძელით ამ ცეკვის ნახვა. შევძელით მისი გაგება. შევძელით გამოთვლა, როგორ იბადებიან შავი ხვრელები, როგორ იზრდებიან, როგორ კვდებიან. შევძელით ვიხილოთ მოთ მომავალი ისეთი შორეული, რომ ჩვენი სახეობა, ჩვენი პლანეტა, ჩვენი ვარსკვლავი, ჩვენი გალაქტიკა, ყველა ეს დიდი ხნის წინ გაქრება. და ეს არის შესაძლოა ჩვენი უდიდესი მიღწევა როგორც სახეობისა. არა ტექნოლოგია, თუმცა იგი საოცარია. არა ხელოვნება, თუმცა იგი ლამაზია. არა ცივილიზაცია, თუმცა იგი რთულია. არამედ გაგება. უნარი ვიხილოთ მიღმა ჩვენი უშუალო გამოცდილებისა, მიღმა ჩვენი მოკლე სიცოცხლისა, მიღმა ჩვენი პატარა პლანეტისა და ვიხილოთ სამყარო როგორც იგი ნამდვილად არის. და როგორც იგი ნამდვილად არის. იგი არის ადგილი, სადაც ყველაფერი იცვლება, სადაც ყველაფერი ვითარდება, სადაც ყველაფერაცაც ყველაფერი ტრანსფორმირდება, სადაც არაფერია მარადიული, მაგრამ ყველაფერი არის დაკავშირებული, სადაც სიკვდილი არ არის დასასრული, არამედ ტრანსფორმაცია, სადაც დასასრული არ არის ტრაგედია, არამედ აუცილებლობა. შავი ხვრელები კვდებიან და ამ სიკვდილში ისინი გვასწავლიან ყველაზე ღრმა გაკვეთილს, რომ დროებითობა არ არის სისუსტე, ეს არის ძალა. რომ ცვლილება არ არის ტრაგედია, ეს არის სილამაზე. რომ სიკვდილი არ არის დასასრული, ეს არის ტრანსფორმაცია. და ჩვენ, რომლებიც ვიცით ეს, რომლებიც ვიცით, რომ ჩვენც ვართ დროებითი, რომლებიც ვიცით, რომ ჩვენც ერთხელ გავქრებით, ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ არა შიშით, არამედ გაგებით, არა სასოწარკვეთით, არამედ მიღებით, არა უაზრობის გრძნობით, არამედ მნიშვნელობის გრძნობით. რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვართ აქ, ახლა, ამ მომენტში. ნაწილი ამ უზარმაზარი, საოცარი, დროებითი, მაგრამ ულამაზესი პროცესისა. და ეს არის საკმარისი. ეს არის უფრო ვიდრე საკმარისი. ეს არის ყველაფერი.